მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Next. პოდკასტის ჩასაწერის სივრცისთვის განსაკუთრებული მადლობა სკოლა არქიმედეს. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ამბავი ვაინ, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. ასევე პოდკასტის პარტნიორია Nexia Georgia, ლიდერი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს ბუღალტრულ, საგადასახადო აუდიტის და სხვა სახის ფინანსურ სერვისებს და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, წოდნის გაზიარებასა და განათლებას. პოდკასტის მხარდამჭერია Classroom G, პლატფორმა, რომელზეც მოსწავლეები პოულობენ საუკეთესო მასწავლებლებს, მასწავლებლები კი იღებენ დამატებით შემოსავალ სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. აღსანიშნავია, რომ მათ დაამატეს რამდენიმე ახალი აპლიკაცია მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის. ჩვენი პარტნიორია Nami 8, ეს არის გაფილტრული წყალი, რომელიც გჭირდება. პოდკასტის იურიდიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GT Consulting, კომპანია სრულსამართლებრივ მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს ნებისმიერი ტიპის დავაზე, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში. დღევანდელი ეპიზოდი გარკვეულწილად გვაბრუნებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემასთან, რომელიც ძალიან ხშირად არის განხილული მწარე პოდკასტში. ეს არის რომის ისტორია. და ჩვენ ძალიან გვიყვარს რომის მემკვიდრეობის და რომაული მემკვიდრეობის ისტორიის განხილვა კავკასიის ისტორიასთან და საქართველოსთან ერთად განსაკუთრებით. ამაში ჩვენ ჩაწერილი გვაქვს ამ თემაზე როგორც არქეოლოგიურ თემებზე ეპიზოდები, ისე უშუალოდ ისტორიოგრაფიაზე, წყაროსოდნეობაზე და ასე შემდეგ. ყოლია ბევრი სტუმარი და დღესაც გვყავს სტუმრად არქეოლოგი, რასაც ყოველთვის მივესალმები ხოლმე მე განსაკუთრებით ლანა ჭორლოგაური, რომელიც მუშაობს არქეოლოგიურ გათხრებზე სხვადასხვა ადგილებზე საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავი არის ალბათ აი რამაც გამოიწვია ეს თემა რო შეგვერჩია დღეს, ანუ დღევანდელი თემა არის საქართველო და რომის იმპერატორები. დღევანდელი თემა სწორედ ეხება აღმოჩენას, რომელიც მოხდა იმერეთში, ხო? კლდეთში და სადაც ამოვიდა ძალიან საინტერესო საგანძური, მათ შორის ანტონინუსების დინასტიის იმპერატორის გამოსახულებით ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ნივთი. აი ამან შთაგვაგონა, რომ ეს ეპიზოდი ჩაგვეწერა. ძალიან მოხარული ვარ, რომ მგვეწვიან წარე პოდკასტში, ყოველთვის მივესალმები ხოლმე არქეოლოგები რომ მოდიან, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი ეპიზოდები გამოდის ხოლმე. ბოლოს ქონდა დათო ნასყიდაშვილთან, იმის წინ იულონ გაგოშიძესთან ბრწყინვალე ეპიზოდი, ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ეპიზოდი სხვადასხვა ჩვენი და იმედი მაქვს, რომ სვენერს ესეც დააინტერესებს. რადგან ჩვენ ვისაუბროთ ასეთ თემაზე, საქართველოს და რომის იმპერატორები. ზოგადად, აი ახლა აქ ერთ რაღაცას აღნიშნავ, ზოგჯერ ამბობ ხოლმე, რომ ეს საქართველოსო რო იყენებთ ზოგადად ტერმინს, ანტიკურ ხანასა თუ შუა საუკუნეებში, ამას ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვიყენებთ, ხა მაშინ კი არ არის ერთი საქართველოს სახელმწიფო რაღაც ასეთი, მაგრამ ჩვენ გულისხმობთ უბრალოდ საქართველოს ტერიტორიას, სადაც არსებობდა ქართული სახელმწიფოებრიობა, ანუ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. შესაბამისად, აი ამ ტერიტორიაზე არსებულ ქართული სამეფოების ურთიერთობა რომთან თავის მხრივ და ეს ყველაფერი, ეხლა ჩვენ გვისაუბრია ისტორიული წყაროებზე დაყრდნობით, აი განსაკუთრებით ჩვენ ქონდა ეპიზოდები გიორგი გულავასთან ერთად, საქართველოს, ანუ რომი და კავკასია, ასეთი ორი უზარმაზარი ეპიზოდი იყო. ამას გარდა ურჩევს მენეს ნახონ რომაული ცივილიზაცია, გვაქვს ასეთი ეპიზოდი და ასევე არის მთელი რიგი ეპიზოდები რომაელები საქართველოში, მაგალითად გონიოს ციხეზე არის ესეთი ეპიზოდი, ფასისზე გვაქვს და ასე შემდეგ. აი დღეს მინდა უფრო ყურადღება მივაქციოთ ჩვენ ცალკეულ ისტორიულ ფიგურებს, როგორიც იყო მაგალითად რომის იმპერატორები, რომლებიც საქართველოში ფიქსირდება გარკვეულწილად მათი ისტორიული კვალი. აი მათ შორის ხა ალბათ ყველაზე ცნობილი მაინც არის ვესპასიანეს წარწერა, რომელიც არის მცხეთაში აღმოჩენილი, ყველაზე ალბათ საუკეთესო ნიმუში არის რომაული პოლიტიკისა, რომელსაც რომი ახორციელებდა კლიენტ სამეფოებში ხოლმე, ხო? იმიტომ რომ ეს არის ბერძნულენოვანი წარწერა, რომელშიც აღნიშნული არის არა მარტო ვესპასიანი, თან ტიტე და დომიციანეც, მისი ვაჟები და ესენი ამბობენ, რომ ჩვენ გაუმაგრეთ მცხეთის კედლები მცხეთის ანუ აიბერიის მეფე მითრიდატეს. რომის მოკავშირე და მეგობარს. რა თქმა უნდა, ამის გარდა ჩვენ გვაქვს ცალკეული წარწერები, ძირითადად ხდება ბერძნულენოვანი ეს წარწერები და სხვა შორის აი ხშირად აღნიშნავ ხოლმე ლათინურები რატო არ არისო და გარკვეულწილად ვიცით, რომ აღმოსავლეთ რომის იმპერიაში როგორც გვიანდელ პერიოდში, ისე ადრეულ პერიოდში ყოველთვის ელინისტური სამყარო, რომელიც მანამდე არსებობდა, იმდენად ფესვ გადგმული იყო უკვე, რომ ლათინური მას ვერ ჩაანაცვლებდა. ამიტომაც კვლავინდებოდ ბერძნულს იყენებდნენ და ჩვენი რომაული წარწერებიც არის ბერძნულ ენაზე შესრულებული. უმეტესი ნაწილი, თუმცა ლათინურების გამონაკლისებიც რა თქმა უნდა გვაქვს. უფრო დასავლეთში. ხო, აი პირველად მაინც ჩვენ როცა გვახსენდება რომაელები, ალბათ არის პომპეუსის ლაშქრობა, წელიწადში 65 წელს, რომელიც შემოვიდა, დალაშქრა იბერია, დალაშქრა კოლხეთი, მითრიდატეს მისდევდა, მოკლედ რომ ვთქვათ, პონტოს მეფეს და შემდგომში აი იყო პერიოდი, როდესაც აი თითქოს ვაკუუმი არის, რა პერიოდშიც აი ძალიან ცოტა მიცის, ხოთა შორის საქართველოში, რომ მარკუს ანტონიუსის პართიულ
ლაშქრობის დროს ასევე მოხდა რომაელების შემოსვლა კანიდიუს კრასუსის მეთაურობით, რომელმაც იბერიის მეფე ფარნავაზი დაამარცხა. ეს საინტერესო არის, რომ პირველად იხსენება ისტორიულ წყაროებში, თანადროულში, რომ ფარნავაზი არის იბერიაში მეფე პირველ საუკუნეში თვეცდაცვისა და აი სწორედ მას ამარცხებს კანიდიუს კრასუსი და ის კვლავინდებურად ხდება რომის მოკავშირე და მეგობარი. აი რომ დავიწყოთ აი ამ პერიოდიდან, ჩვენ თუ გვაქვს, აი პირველი რა შეიძლება ვთქვათ, რომ რომაელების ყოფნის დამადასტურებელი რა შეიძლება იყოს საქართველოს ტერიტორიაზე, ყველაზე ძველი. ყველაზე ძველი. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის მართლა პატივია ვიყო ამ გადაცემაში, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი, კოლეგა და მასწავლებელი ყოფილა. თემა ძალიან საინტერესოა, ძალიან გავრცობადი. კონკრეტულად ახლა კითხვას რო დაუბრუნდეთ, პირველ რიგში ალბათ რომაელები რო შემოდიან საქართველოში, იბერიაში, ჯერ გვაქვს წერილობით წყაროები და მერე ჩნდება არქეოლოგიური მასალა. რო ახსენე ეს პომპეუსის ლაშქრობა და შემდეგ კრასუსის ლაშქრობა, კანიდიუსის ლაშქრობა, ამის დამადასტურებელია მაგალითად პირველ რიგში სტრაბონის ცნობები, როდესაც აღწერს იბერიისკენ შეომავალ გზებს სამხრეთის გზაზე, დასცენს, რომ პირველად ამ გზით შემოვიდა იბერიაში პომპეუსი და შემდეგ ამ გზიდან შემოვიდა კანიდიუსი. ეს ორი ლაშქრობა დროის ესეთ მცირე მონაკვეთშიც იმას მიგვანიშნებს, რომ პომპეუსი შემოვიდა, დაიმორჩილა ქართლის მეფე, მაგრამ ვერ დაამყარეს ისეთი ასე ვთქვათ, მმართველობა, როგორიც უნდოდა და შესაბამისად მათი პოზიციები შეირყა და საჭირო გახდა ხელმეორე ლაშქრობა. ხო ვფიქრობ, რომ აი ეს პოზიციების შერყევა შუალედში გამოიწვია მარკუს კრასუსის მარცხმა კარეს ბრძოლაში 1953 წელს, როცა რომაელები პარტიაში დამარცხდნენ და შესაბამისად რაღაც მომენტში იყო საფრთხე, რომ პარტიელები გადმოსულიყვნენ კონჩეტევაზე, რომის წინააღმდეგ. აი სავარაუდოდ აი პერიოდში შუალედში მოხდა რაღაცა იბერიაზე პარტიის შეიძლება შემოსვლა გარკვეულწილად. კი ბატონო. რაც შეეხება არქეოლოგიურ მასალას, მოდის მითი გავაკარწყლოთ. პომპეუსის ხიდი როგორც. პომპეუსის ხიდი. კი ბატონო. ძალიან გავრცელებული მითი არის, ხოდაშორისო ქართლში, მცხეთაში არსებობს პომპეუსის ხიდი, რომელიც სინამდვილეში არის მე-19 საუკუნეში რუსების აშენებული ხიდის ნაშთები, ხო? ეს ძალიან პოპულარული მითია, მართლა, ბევრჯერ მსმენია. ისტორიის სახელმძღვანელოშიც კი მინახავს, მე ძველში, საბჭოთა პერიოდში. სახელმძღვანელოში არ მინახავს, მაგრამ სოციალურ ქსელებში რაღაც ქაოტურად, სტიქიურად ვრცელდება ხოლმე მტკვრის დონის დაწევასთან ერთად ამ ხიდის ძველი ფოტოები. ეს ძალიან ის არის საინტერესო, მაგრამ რაღაც ისეთი სტრუქტურა აქვს, ძველებური ქვით ნაგები ხიდი არის, რომელიც მართლა მე-19 საუკუნეში აგებული, მაგრამ გამოძახილია, რომ ეს არის პომპეუს აგებული ხიდი და უკავშირდება პომპეუსის შემოსვლას, არტაგის მიერ ხიდის დაწვას, რაც გვაფიქრებდნენ, რომ იქ იყო ხის ხიდი და შემდეგ პომპეუსმა ააგო ქვის ხიდი, მაგრამ ისე ძალიან საეჭვო არის, რომ პომპეუსი იმდენ ცოტა ხანი იყო იბერიაში, ქვის ხიდი რო აეშენებინა, მანდ ეგ ძალიან ქვის ხიდი კეისარსაც კი არა უშენებია რაინზე გალიის დაპყრობის პერიოდში, ასე რომ ძალიან საეჭვო. პომპეუსი შემოვიდა, არტაგი ასე ვთქვათ, დაამარცხა, გადავიდა კოლხეთში და დანიშნა არისტარქი, რომელიც რაღაც პერიოდი მართავდა და შემდეგ კოლხეთის ისტორია უკვე საკმაოდ ქაოტურია, ხან გალატიის შემადგენლობაში იყო, ბოლოს უკვე კაპადოკიის ხო, ანუ რომაულ პროვინციებში სხვადასხვა დროს ხდებოდა პოლემონის პონტო და ასე შემდეგ, რომელიც გალატიის დიდ პროვინციაში შედიოდა ხოლმე. მაგრამ აი არქეოლოგიურად ჩვენ რა ვიცით ყველაზე ადრე რომაული. აი რა გვაქვს აღმოჩენილი, მაგალითად ნერონის პერიოდია ეს, ტიბერიუსისა, უფრო გვიანდელი ფლავიუსების, იმიტომ ფლავიუსებსა ვიცით დადასტურებული ყველაზე ცნობილია ეს წარწერა, ფლავიუსების წარწერა. და ასევე ფლავიუსების პერიოდის უნდა იყოს ბერსუმა პიტიახშის ლანგარი, სადაც წარწერა გვაქვს, რომ ფლავიუს დადესი ჩუქნის ლანგარს ბერსუმა პიტიახს. ამაზე ეს გვარის გავრცელებაც ფლავიუსისა, ხო? კი ბატონო, რომელიც იულონ გაგოშიძეს და სასო მარგიშვილს აქვს ეს სტატია და კვლევა, რომელიც გასულ საუკუნეშია მართალია ჩატარებული, მაგრამ დღემდე ყველაზე მყარად დასაბუთებული დათარიღება აქვს ამ წარწერას. რომ ეს არის ადგილობრივი მეფე მითრიდატე, დიდი ალბათობით დადე ეს არის მის შემოკლებული სახელი და ზუსტად ეს გვარი მინიჭებული აქვს მითრიდატეს. კი, ძალიან საინტერესო სტატია, სხვათა შორის 2013 წელს გამოქვეყნდა, თუ არ ვცდები, მაგრამ პირვანდელი სახით. რაც შეეხება რომაულ იმპორტს პირველად საქართველოში, როდესაც ჩნდება, არის ძველი წელთაღრიცხვის პირველი, ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეების შუალედი, ეს არის ტრანზიტული პერიოდი, გვიანელი ელინისტური ხანი და რომაულ ხანაზე გარდამავალი პერიოდი. ესეთი აღმოჩენები ფიქსირდება მაგალითად
აღაიანის სამაროვანია, ესეთი საშუალო ფენის სამაროვნად არის განხილული, თუმცა იქაც გვხვდება გარკვეული ფუფუნების ნივთები, მათ შორის ვერცხლის ჭურჭელიც და აი ამ სამაროვანზე მაგალითად გვხვდება უკვე პირველად შედება რომაული მონეტები. ლიზმაქეს ოქროსტატების ადგილობრივ მინებაძებთან ერთად უკვე ხვდებით რომაულ ეს იმპერიულია თუ რესპუბლიკური პერიოდისა? არის რესპუბლიკურიც და არის 1-2 აგვისტუსის მონეტებიც. ეს ყველაზე ადრეული რაც მოხდება, მაგრამ დასავლეთ საქართველოში თუნდაც თაგილონის განძი რომ ავიღოთ, პირველი მეორე საუკუნეებით თარიღდება, შეიძლება რაღაც ცალკეული ნივთები პირველ საუკუნესაც განვაკუთვნოთ და ეს არის გვიან რესპუბლიკური ადრეიმპერიული ხანის ვერცხლის ნაწარმი, ტორევტიკული ნაწარმი, რომელიც შემოდის. და ესე ნელ-ნელა იჩენს თავს, თუმცა აი თუნდაც აღაიანის სამაროვანი იმ კონტექსტში რომ განვიხილოთ, რომ ეს მკვეთრად რომაული იმპორტია, შეიძლება ესეც ვერ ვთქვათ, იმიტომ რომ აქ ხდება დიდი რაოდენობით ელინიზირებული აღმოსავლეთის ნაწარმიც. რაც მიგვანიშნებს, რომ ჯერ კიდევ ძალიან მჭიდრო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები არა უშუალოდ რომის იმპერიასთან, არამედ ელინიზირებულ აღმოსავლეთის სავაჭრო რომელიც იდეაში რომის დაქვემდებარებაშია ამ დროს უკვე, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის რომანიზებული. რომანიზებული არ არის, კი ბატონო. ადგილობრივი მეფეების დინასტიების ზოგიერთ ჯერ კიდევ არსებობდა იგივე პოლემონი, ხო? გვიანდელი პონტოვარი უკვე რომაული გავლენის ქვეშ არის, მაგრამ ადგილობრივი მმართველობა არსებობს მაინც იქ. ანუ რომაელებმა ხო შეინარჩუნეს გარკვეულწილად იგივე მათ შორის ჰეროდე როგორც იყო პალესტინაში მაგალითად, ჰეროდე და მისი შვილები, მერე არქელაოსი, ფილიპე და ამ შემთხვევაში ის ჰეროდე ანტიპა, ხო, რომლებიც კი რომის დაქვემდებარებაში არიან, მაგრამ ადგილობრივი წარმომავლობის მმართველები არიან და გარკვეულწილად ალბათ მაგას უკავშირდება, რომ ისინი ისევ ჭრიან თავის ფულსაც, ისინი ყველაფერი აქვთ, მაგრამ რომს ემორჩილებიან მაინც ამ შემთხვევაში და ალბათ ესეც გარკვეულწილად ამის გავლენაა. მაგრამ აი უკვე გადმოდივართ მე აუგუსტუსი ხდება რომის პირველი იმპერატორი და მას აქვს გარკვეულწილად აღმოსავლური პოლიტიკა, რომელიც შედარებით მშვიდობიანი არის. აი პართიასთან დალაგება, მოკლედ რომ ვთქვა, აუგუსტუსი აკეთებს ამას. ყველაზე მაგარი მომენტი აქ არის ჩემთვის აი მისი აბჯარი, რომელიც აცვია ქანდაკებაზე, რომელზეც გამოსახული არის, როგორ უბრუნებს პართიელი რომაელების ლეგიონის არწივებს უკან აუგუსტუსს. იმიტომ რომ თავისუფლად ესენი კარის ბრძოლაში დაკარგეს რომაელებმა 253 წელს, საკრასუსი დამარცხდა, დაიკარგა არწივები, რა ძალიან დიდი სირცხვილი იყო რომაელებისათვის, მაგრამ აუგუსტუსმა მოლაპარაკებების შედეგად იმ არწივების დაბრუნება შეძლო რომისთვის და ეს იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვალეს, რომ მის აბჯარზე იყო ეს სცენა გამოსახული. ანუ აუგუსტუსი უფრო პაქს რომანა შემოქმედია, ხო? მშვიდობა, რომელიც რომაელებისგან იქნება იძულებული სხვებისთვის, რომ შვიდად იყვნენ, მოკლედ რომ ვთქვათ. შესაბამისად, აი მის დროს ნაკლებად არის ალბათ აქტიობა იმ თვალსაზრისით, რომ აი მაგალითად ციხესიმაგრეების სისტემა შეექმნა იგივე კოლხეთში, ან ვთქვათ რაღაცა კავკასიაში რაიმე სამხედრო მოქმედებები ყოფილიყო, ხო? მაგრამ აი როგორც კი გადის პერიოდი, პართია ძლიერდება ამავე დროს და ტიბერიუსის დროს უკვე სერიოზული შეჯახება ხდება ამ მხრივ და თანაც აი რომაელებს ძალიან საინტერესო პოლიტიკა აქვთ აქ, რომ ისინი იბერიას იყენებენ პართიის წინააღმდეგ ძალიან ოსტატურად. იმიტომ რომ სომხეთსაც კი უთმობენ, რაღაც დროის მანძილზე იბერია მართავს სომხეთს და აი ამაზედა ჩვენ გვისაუბრია პოდკასტში, როგორ შევიდა იბერიის მეფე, ფარსმან პირველი და აიღო არტაქსატა და შესაბამისად ავისი ძმა დასვა მეფედ და მთელი ამბები მე ისიც ვიცით რომ იბერიელი პრინცები რომში ჩადიან, მიწვევით ჯერ ტიბერიუსის მერე ნერონის დროს და აი ამ პერიოდში მე როგორც ახლა თვალს ვადევნებ ხოლმე, ჩვენთან ნაკლებად არის იმდენად რომაული კვალი, იმდენად აქტიური არ არის. თითქოს აი აუგუსტუსის დროს და მაგრამ აი აქ წესით და რიგით უკვე აი გვიანდელი იულიუს კლაუდიუსების დროს აშკარად იგრძნობა უკვე რომ რომაელები რეგიონში მკვიდრდებიან. მკვიდრდებიან. კი, არქეოლოგიური მასალაც ამისი ნათელი ილუსტრაცია, თუნდაც იმ კუთხით, რომ ვესპასიანეს წარწერა ახსენე და აი პირველი საუკუნის შუახანებიდან უკვე აქტიურად იწყებს შემოდინებას რომაული იმპორტი. და სავარაუდოდ ამ პერიოდში უფრო აქტიურ ფაზაში შედის არა მარტო სამოკავშირეო პოლიტიკური ურთიერთობები, არამედ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. რაც შემოაქვთ ძირითადად რომაელებს. ეს ძალიან საინტერესო თემაა ხოლმე, იმიტომ რომ საქართველოს გარკვეულწილად ხმელთაშუა ზღვისპირულ ვაჭრობაში ჩართული იყო ბერძნული კოლონიზაციის პერიოდიდან, მაგრამ აი ძირითადად რა რესურსები შემოდიოდა რომაელების პერიოდში, თუ იყო განსხვავება ბერძნული პერიოდისგან, იმიტომ რომ ბერძნულ პერიოდში შემოდიოდა მაგალითად ზეითუნის ზეთი, ღვინო, ხორბალი რაღაც, ხო? აი რომაულ პერიოდში თუ შეიცვალა რაიმე ამ მხრივ, თუ ეს სისტემა, რომელიც აწყობილი იყო ბერძნულში, რაღაცნაირად რომმა გადაიბარა უბრალოდ მმართველობის ქვეშ. აი სხვათა შორის
ბერძნული იმპორტი და ბერძნულ სამყაროსთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები კოლხეთში როგორც არის წარმოდგენილი ძალიან თვალნათლივი და თუნდაც ეს იმპორტი, რომელიც საზღვაო იმპორტზე მიგვანიშნებს ეს არქეოლოგიური მასალა დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი. რომაულ ხანაში შედარებით განსხვავებულია. ბევრად ნაკლები სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და კონტაქტები შეინიშნება კოლხეთში, ვიდრე იბერიაში. და ამასთან დაკავშირებით ოთარ ლორთქიფანიძესაც ქონდა გამოთქმული მოსაზრება, რომ მთავარი სავაჭრო ეკონომიკური გზები საქართველოში რაც მოემართება არა შავი ზღვის მხრიდან, არამედ სამხრეთის სავაჭრო მაგისტრალით, რომელიც არტაშატიდან შემოდიოდა სომხეთში და შემდეგ სამხრეთის გზით შემოდიოდა იბერიაში და ამის მაგალითად მოყვანილი აქვთ ის იტალიკური ნაწარმი პირველ რიგში ეს არის ბრინჯაოს ჭურჭელი არის ასევე რომაული მონეტები და ვერცხლის ჭურჭელი და ასე შემდეგ რაც სწორედ ამ სავაჭრო ეკონომიკური გზის ტრაექტორიას მოყვება თუმცა სხვათა შორის იულონ გაგორისძესაც აქვს ეს ნათქვამი, რომ ეს მარტო სამხრეთის მთავარი მაგისტრალი არ იყო, საიდანაც ეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები ხდებოდა, არსებობდა, რა თქმა უნდა, მცირე აზიის გავლით და შავი ზღვის გავლით სხვა სავაჭრო მაგისტრალები, რომელიც მდინარე რიონს და ყვირილს აუს მიყვებოდა და შემდეგ მტკვრის გავლით შემოდიოდა. ტრაპეზონსაც ჰქონდა ამ გვარი დატვირთვა, ხო? ტრაპეზონის ერთ-ერთი ძირითადი ის იყო სავაჭრო პუნქტი, ასე ვთქვათ, გაცხოველებული ურთიერთობა რომ მქონდა რომსაც და იბერიასაც და კოლხეთსაც. თუმცა რომ ვთქვათ, რომ ამ პერიოდში რომაული ნაწარმის ყველაზე კერამიკა, ხო ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო რაც იყო ბერძნული იმპორტი, ეს არის კერამიკა, წითელფიგურული, შავფიგურული და ასე შემდეგ, რაც თუნდაც ფიჭვნარის სამარავანზეა აღმოჩენილი. აი ფიჭვნარში უფრო ადრეულები არის, ხო? ბერძნულ კოლონიზაციის პერიოდსა თუ რომაულ პერიოდში ცოცხალია ფიჭვნარი? უფრო ადრეულია. ეს არის უფრო მეტად ადრიანტიკურს რასაც ვეძახი. მეხუთე საუკუნე, ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული და არის ელინისტური ხანა, უფრო მძლავრად წარმოდგენილი და რომაული იმპორტი კოლხეთში ფაქტურად არ ჩნდება ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნემდე და პირველ საუკუნეში, როდესაც ეს იმპორტი ჩნდება, ეს უკავშირდება უკვე რომაული გარნიზონების განთავსებას კოლხეთის შავი ზღვის პირეთში რომაულ გარნიზონებში. თუმცა მაინც იბერიასთან შედარებით ბევრად ნაკლებია რომაული იმპორტი. კი, ამფორები საკმაოდ დიდი რაოდენობით არის საქართველოში ნაპოვნი, ხო, რომაული პერიოდის ამფორები. ჩვენ თუ ვიცით, ეს ამფორები რა რესურსებისთვის იყო განკუთვნილი. იმიტომ რომ ხო ბევრნაირი ტიპი არსებობს და იკვლევენ ხოლმე ამას თავის როგორც ვიცი ადრე თავის ძოზე გელა გამყრელიძე მითხრა მე რომ ამფორებს თავის სპეციალისტები ყავს, რომლებიც ადგენენ რომ რა გადაქონდა თუ ამ ამფორით თავის დროზეო და აი ჩვენთან ძირითადად რა რესურსის შემოსატანად შეიძლება გამოიყენებინათ ეს ამფორები. ამფორებით ალბათ მოქონდათ ღვინო, ზეითუნისეთი, ზეითუნისეთი სავარაუდად, სითხეები, ამფორა იყო ყოველთვის სითხის გადასატანი. მგონი ხორბალიდესაც გადაქონდათ ხოლმე ზოგჯერ აი მარცვლეული რაღაც ეგეთი. ხო, ხორბალიც გადაქონდათ, მაგრამ ძირითადად მაინც ეს იყო საზღვაო ტრანსპორტირებისთვის. მაშინ ხო იცი ჯერ კასრი არ იყო გავრცელებული და ეს ყველაფერს მაგეჯდებდნენ ხოლმე რა. კი ბატონო. სხვათა შორის ამფორების დამზადებასთან დაკავშირებით თითქმის ყველა ბერძნულ პოლის თავისი ის ქონა რაღაც ტიპი, რომელსაც არჩევენ ეს სპეციალისტები, არქეოლოგები, რომლებიც მე მაგით გახვალ იმაზე, რა საწარმოებს ის ბერძნული პოლისი. რა საწარმოებს ზუსტად, თუმცა ადგილობრივადაც არის დადასტურებული ამფორების წარმოება, კოლხური ამფორები უკვე დიდი რაოდენობით ჩნდება ალბათ უფრო ელინისტურ ხანაში. რომაულ ხანაში ნაკლებად ეს არ არის ის რაღაც წამყვანი სამეურნეო ჭურჭელი, რომელიც რომაულ ხანაში ესე აქტიურად გამოიყენება. ამ დროს უფრო ამფორები კარგავს პოპულარობას შეიძლება. აბა რას იყენებდნენ ნეტა გადასატანად? კასრები არის უკვე ამ პერიოდში ფიქსირდება. კასრი არის კელტების მოგონილი საერთოდ, ანუ გალებისგან ისწავლეს რომაელებმა რა, კასრის გამოყენება. უცნაური, ანუ რომაელები, რომლებიც ამდენ რაღაცას თვითონ იგონებდნენ და ბერძნები, იმათ ამფორები ჰქონდათ და კელტებმა მოიგონეს კასრი, რომელიც ბევრად უკეთესი იყო ყველა თვალსაზრისით რა. ხის იყო მრავალჯერადი იყო, თარასთავარი, ანუ ამფორა იყო ერთჯერადი ფაქტობრივად. ხო, იმ ამფორას მერე დაამტვრევდნენ ხოლმე, ამოიღებდნენ იმ რაღაცას, გადააგდებდნენ და რომში არის ცნობილი მონტეტესტაკი
კახიო, ხო, მთა, რომელიც ამ ამფორების ნამტროებისგან დაგროვდა ნაგავი, რომ მთა აღიმართა ამისგან. ზეითად ზეითუნის ზეთის ისინი იყო, რა ქვია, ამფორები იყო და აი ხა მაგალითად ჩვენ რადგან ვახსენეთ იმპერატორები უშუალოდ, ხო? აი ამ თვალსაჩინით მაგალითად ავგუსტუსზე ბევრი აფერი გვაქვს სათქმელი უშუალოდ იბერიას შეხებაში. ტიბერიუსზე ვთქვით ის, რომ ტიბერიუსის მიზანი არის იბერია როგორც მოკავშირე ყავდეს პართიის წინააღმდეგ ბალანსი შექმნას აღმოსავლეთში და აი უკვე აქეთ მოდიოთ ნერონზე და ნერონს ძალიან საინტერესო გეგმა აქვს კავკასიაში. ეს არის ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლა. აი უცნაურია ხო ნერონი თვითონ არ იყო დიდი მეომარი იმპერატორი არასოდეს, მაგრამ გატაცებული იყო ამავე დროს აი ძველი ბერძნული მითებით, იმ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებით და ასე შემდეგ, ჰომეროსით და ასე შემდეგ და თვითონაც ხო, უნდოდა რაღაცა ესეთის გაკეთება თითქოს და ძალიან ამბიციური გეგმა დასახა, რომ გადასულიყო აქედან ჩრდილოეთ კავკასიაში დარიალის და იმის გავლით და იქ დაელაშქრა ეს ტერიტორია, მაგრამ ნუ ვერ განხორციელდა ეს ყველაფერი. მას ყავდა ერთი ძალიან დიდი გენერალი, ეს იყო გნეუს დომიციუს კორბულონი, რომელიც არმენიაში იბრძოდა და შემდგომში კორბულონი კი ძალიან წარმატებული იყო, მაგრამ ნერონს შეეშინდა, რომ რამე გადატრიალება არ მომიწყო შემდგომში და წერილი გამოუგზავნა, რომელიც ეწერა, რომ თავი მოიკალიო. და იძულებული გახდა საბერძნეთში რომ ჩავიდა, საწამლავი დალია და მოკვდა კორბულონი. ამით გარკვეულწილად ეს აღმოსავლეთში მისი ლაშქრობების ერთ გეგმები და ყველაფერი ჩავარდა, იმიტომ რომ ეს კაცი იყო მამოძრავებელი თავარი ეს კორბულონი, ხო? მაგრამ ნერონის დროს ამავე დროს იბერიელი უფლისწული ჩადის იმაში, რომში. ის იწევს და ყავს იქ და ამავე დროს აი ჩვენ გამოგჩა ერთი იმპერატორი კიდე კალიგულა. კალიგულას დროს ხდება პირველად ქართველი უფლისწულის ჩასვლა რომში და კალიგულა რატომღაც ატყვევებს მას და კალიგულას მმართველობის პერიოდში იქ არის, რომში იმყოფება. ხო, აი ძალიან საინტერესოა, რომ საერთოდ რომელებს ახასიათებდათ ეს, რომ იწევდნენ ხოლმე სხვადასხვა კუთხეებიდან თავიანთი კლიენტ მეფეებს და შემდეგ და ზოგჯერ ყავდათ ხოლმე რაღაც პერიოდის მანძილზე, მაგალითად პირველი ესეთი იყო ტიგრან მცირე, ანუ ტიგრან დიდის ვაჟი, რომელიც ჩაიყვანეს იქ და კარგი ხანი იყო იმაში იტალიაში, კლეოპატრაც იყო ხო თავის ძროშ ჩასული, მერე გერმანელები მიდიოდნენ ხოლმე ამავე დროს, ცნობილი არმინიუსი თავის ძმასთან ფლავუსთან ერთად იზრდებოდა რომში ამავე დროს და მოკლედ რაღაც ტრადიცია არსებობდა ამის, ეხლა დატყვევებაში ეხლა ჩვენ მას არ გულისხმობთ, რომ ბორკილები დაადეს და დილეგში ჩააგდეს, ხო? უბრალოდ ჩაყავდათ ხოლმე და იქიდან არ უშვებდნენ რაღაც პერიოდში. ალბათ კონდეთ რაღაც თავისი ზრახვები ან თავისი რაღაც არიდების ან ხო, აი უცნაურია კალიგულას რა დიდი ხანი არც მართავდა ფაქტობრივად, მაგრამ ნერონი ბრუნდება და მერე ის უშვებს, უკან უშვებს. ნერონის კამპანია რადგან ახსენე, მან წერილობით წყაროებს და ძალიან საინტერესო ის არის კასპიის კარიბჭის ლოკალიზაციასთან დაკავშირებით. და ისტორიულ წყაროებში გვხვდება განსხვავებული მოსაზრებები, რომ კასპიის კარიბჭეს მოიაზრებენ ალბანეთში, კავკასიის ალბანეთში, დარუბანში და თუ არ ვცდები, ტაციტუსი ამბობს, რომ შეცდომით მოიხსენიებენ ამას ალბანეთში, სინამდვილეში ეს არის კავკასიის კარიბჭე. ანუ დარიალი. ანუ დარიალი. და როდესაც ეს შენ გეცოდნება ჩვენი არქეოლოგიური პროექტი, რომელიც დარიალის ციხეზე განხორციელდა და მაქვს ეს წიგნები, უზარმაზარი წიგნები. და ზუსტად სახელწოდებაში კასპიის კარიბჭე, ესეთი სახელი დაერქვა მაინც ამ წიგნს და არა კავკასიის კარიბჭე. თუმცა იმასაც უწოდებენ ხოლმე კასპიის კარს და იმიტომ რომ უფრო მეტად გავრცელებული ტერმინია და უფრო ცნობილი ტერმინია, რომელიც ალბათ 80%-ში მაინც წერილობით წყაროებში გაიგივებულია. ასე ივეროიპა ახსაც ძოხე ბერძნულ ენაზე, ხო? და მაგის ლოკალიზებაზე იყო საუბარი სხვადასხვა და მე მახსოვს რომ იყო ცდილობა ლოკალიზებისა, რომ არც დარიალი იყო თითქოს და არც დარუბანდი. ანუ რაღაცა სხვა უღერტეხილზე იყო კიდე საუბარი. ხო, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლებ მასშტაბური იყო, მაგრამ გადასვლა შეძლებელი იყო იქიდანაც. ამ შემთხვევაში. მე მაინც ვფიქრობ, რომ დარიალი. ალბათ დარიალი უფრო, ხო. მაგრამ რა ინტერესი ქონდა ნერონს და რა ეს კავკასიის გადმოსასვლელები არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც რომი და პარტიაც და შემდეგში სასანური ირანიც ცდილობენ კონტროლი დაწესონ იბერიაზე, ხო? იმიტომ რომ ეს არის ის უმნიშვნელოვანესი გადმოსასვლელები, რომელთაც შეეძლოთ ჩრდილოკავკასიური ტომების თარეშისგან თავი დაეცვათ. და იცი ეს თარეში რამხელა პრობლემა იყო სამხრეთის იმპერიებისთვის, ალანების და სარმატიელების ლაშქრობა და რა ხდება ამ დროს საქართველოში, იმ დროს იბერიაში,
ვხედავთ, რომ იბერიის მეფეები არიან სამმოკავშირეო ურთიერთობაში. ერთგვარი ალიანსი აქვთ ამ ჩრდილოკავკასიელებთან. ის არ მატებენ. შესაბამისად, ეს ჩრდილოკავკასიელები იბერიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, თუმცა თავისუფლად ათარეშობენ სამხრეთში, მაგალითად, პირველ საუკუნეში იყო ესეთი ალანთა დიდი შემოსევა 60-იან წლებში თუ არ ვცდები და შემდეგ უკვე მეორე საუკუნეშიც, როდესაც უკვე ვოლოგესი უჩივის თუ არ ვცდები ადრიანესთან, რომ ეს იბერიის მეფე ფარსმანი რანაირად იქცევა, რომ ეს ანუ აძლევდა გასასვლელ დერეფანს და ეს იყო დარიალის ხეობის გავლით და ისინი მოაოხრებდნენ სომხეთს, კაპადოკიას, მაგრამ არასოდეს ეს დამანგრეველი კვალი იბერიაში არ არის ასახული. აი არქეოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. ისე ვახსენე ბატონი იულონ გაგოშიძეს, მის წიგნშიც არის რომი და იბერია და რომი, ესეთ გეცოდნება ეს წიგნი. იქაც აქვს განხილვა, რომ არც არ ფიქსირდება არქეოლოგიურ ფენებში, კულტურულ ფენებში ის დამანგრეველი ლაშქრობის კვალი, რომელიც უნდა დაეტოვებინათ ალანებს. ანუ ხედავთ, რომ მშვიდობიანად გადადიან ისინი საქართველოზე და რა ძალიან უცნაურია შეთაშორის, იმიტომ რომ საერთოდ ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებში ნებისმიერი ლაშქრის გავლა ტერიტორიაზე ყოველთვის იყო ხოლმე ძალიან დამანგრეველი და ანუ არ ქონდა მნიშვნელობა ეს ლაშქარი შენი ტერი იყო თუ არა, იმიტომ რომ ლაშქარი იკვებება გზად საერთოდ და საერთოდ ყოველთვის ტოვებს ხოლმე საკმაოდ ისეთ სულ ხო ამ შემთხვევაში, რაც ძალიან საინტერესოა რა გზით და როგორ მიდიოდნენ ისინი, რომ უშუალო შეხებაში არ იყვნენ იბერიის უშუალო დასახლებებთან, სავარაუდოდ რაღაცა სხვა ის იყო. თუნდაც ეს არქეოლოგიური მასალა არის ამის დასტური, რომ ეს ალიანსი ნამდვილად არსებობდა. იგივე მოსაზრებაა გამოთქმული, რომ დაქირავებული ჯარისახითაც კი ყავდა იბერიის მეფეებს ალანები და სარმატები. ის ოდეშორის ეს პირველ საუკუნეში რომაულ წყაროებში პირველად იხსენიება ალანები და იხსენიებს ნერონის მასწავლებელი სენეკა და უწოდებს ფერის ალანის, ანუ ძვინვარე ალანები, ესე აღნიშნავს, ხო, ანუ პირველად ამ დროს მართლა ჩდებიან რა. და სავარაუდოდ ეხა საიდან გაეგოთ ალანებზე თუ არა უშუალოდ კავკასიიდან, და დროსაც ნერონიც ამავე დროს არის დაინტერესებული იმ დიდი ლაშქრობით. თუმცა აი მაგალითად ისეთი ისტორიკოსი როგორც არის ედრიან გოლსორთი აღნიშნავს ხოლმე, რომ პირველ მეორე, მესამე საუკუნემდე აი კავკასიის უღელტეხილებიდან გადმომავალი საფრთხე არ იყო იმდენად დიდი, რომ აი რომს რაღაც განსაკუთრებით აი მერე უფრო განსაკუთრებით აი მიგრაციების პერიოდში რა თქმა უნდა ეს თვითონ გასამაგდა და გაუთხმაგდა ეს საშიშროება, იმიტომ რომ მერე ჰუნები მოაწუნენ, ხო? ჰუნები ჩამოვიდნენ, მერე ჰუნებს ბევრი ტომები იყვნენ, საბირები, ონოგურები, აკაწირები და ასე შემდეგ, პლუს ეს ალანებიც დაემატა და ისინი რომ შემოვიდოდნენ, გადათელავდნენ ხოლმე მართლა ყველაფერს. მერე საუბრობთ უფრო წყაროებშიც ჩდებიან. მათ შორის ისეთ წყაროებში, რომელიც ცოტა გვიანდელიც არის, მაგრამ ისტორიული მეხსიერება არსებობს ამისი, მათ შორის იგივე ჯუანშერის ვახტანგის ცხოვრებაშიც, ხო? იმიტომ რომ შემოდიან ალანები და კასპს იღებენ მაგალითად მისი დარო ტყვეთ მიყავთ და ასე შემდეგ. ან ეს საერთოდ გამოძახილი არის აი იმ ისტორიული მოვლენებისა, რაც მასში ხდებოდა. აი მე უკვე ფლავიუსები მოდიან ნერონის შემდეგ, ნუ არის 4 იმპერატორის პერიოდი, ნუ გალბა, ოტონ, ვიტელიუსი, მაგრამ მოდიან ფლავიუსები. აი ფლავიუსების დროს ყველაზე აქტიური ხდება თითქოს რომის პოლიტიკა კავკასიის მიმართ პირველ საუკუნეში, იმიტომ რომ ჯერ ხომ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ხდება ანიკეტის აჯანყება, მონარო აჯანყდა, ხო და მე სერიოზული ძალისხმევა დაჭირდა ვესპასიანს, რომ ჩაეხშო. და მე ამავე პერიოდში ჩანს ის ცნობილი წარწერაც, რომელშიც ვესპასიანე, ტიტუსი და დომიციანე აღუდგენენ, გაუძლიერებენ მცხეთის კედელს. აი რა შეიძლება უკავშირდებოდეს ეს მომენტი? რომაელები როგორ ანუ რამე კვალი ჩვენ მცხეთის კედლებზე, ამ შემთხვევაში არმას ციხეში და შემდეგ თუ ჩანს რომაული არქიტექტურისა, აი იგივე შედუღების წესი არსებობს, ხო, რომაული თავისებური დაგეგმარების და შემდეგ, აი თუ ეტყობა რამე, რომ აი რომაელებმა ხელი შეავლეს რაღაცას თითქოს. ძალიან საინტერესო წარწერაა და სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით. რას გულისხმობს კონკრეტულად, რომ კედელი გაუმაგრეს. თუ არ ვცდები თემურ თოდუას და გელაკაპყელის ნაშრომში არის გამოთქმული ესეთი მოსაზრება, რომ მათ სავარაუდოდ გაუწიეს ის დახმარება, რომ უბრალოდ ფინანსური და საინჟინრო დახმარება, რომ მათ არმასციხე ბაგინეთს, რომელიც იყო იბერიის მეფეების რეზიდენცია, მას შემოავლეს კედელი. ეს კედელი არქეოლოგიურად აღმოჩენილი არის, მახსოვს ბოლოს ალბათ 2014 ან 15 წლებში იყო არქეოლოგიური გათხრები არმასციხე ბაგინეთზე და ეს გალავნის ტრაექტორია მთლიანად ვიცი დაახლოებით სად როგორ მიყვებოდა
თუმცა რაღაც პატარა მონაკვეთი გაითხარა, სადაც უზარმაზარი თლილი კვადრებით ნაგები გალავანჩას, რომელსაც გადაბმის მერცხლის კუდისებური მას ეძახიან, გადაბმის სტილი აქვს. შესაძლებელია იყოს ამ პერიოდის, ამაში ზუსტად არ მინდა რომ შეცდომა შევყვანო მსმენელი ან შენ, ამიტომ ამას ვერ ვიტყვი ესე თავდაჯერებით, მაგრამ ვესპასიანეს მიერ იბერიის მეფისთვის კედლის გამაგრება ნიშნავს იმას, რომ მათ სამოკავშირეო ურთიერთობა აქვთ და პლუს კოლხეთშიც ამ დროს პირველად ჩნდებიან რომაული გარნიზონები, ხო, ვესპასიანეს დროს. ალბათ აი ანიკეტის აჯანყებამ გამოიწვია. გამოიწვია ესეთი ის, იმიტომ რომ პლინიუსი არ იხსენიებს რომაულ გარნიზონებს კოლხეთში. ის მოიხსენიებს ავსაროს და ფაზის მოიხსენიებს, თუ არ ვცდები. პლინიუს უფროსი, კი ბატონო, მაგრამ უკვე ვესპასიანეს დროს სადღაც უნდა განთავსებულიყო კოლხეთშიც ეს რომაული გარნიზონები, რაც ალბათ ნახეს, რომ აი ანიკეტის აჯანყება რომ მოხდა, ალბათ გააცნობიერეს რომაელებმა, რომ ამ რეგიონში არ ვართ მყარად და შეიძლება რომ ესეთი რაღაც აჯანყება სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნას აქედან, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მოდი აი ეგ ეს გავაკეთოთ. მე მახსოვს ესეთი ცნობა ბერძნული სავარაუდოდ სტრაბონის იყოს, ამბობს რომ 3000 ჰოპლიტი ეყენათო იმაშიო რომაელებს, ანუ კოლხეთშიო და ეხლა რა თქმა უნდა ჰოპლიტი ბერძნული ანაქრონიზმია ამ შემთხვევაში რომაულ ჯართან შესაბამისად, მაგრამ სავარაუდოდ ის მიუთითებს იმაზე, რომ უკვე რომაელები გააცნობიერეს, რომ აი აქ რაღაცა არის საჭირო, რომ რაღაც ძალა იდგეს და ნენელა დაიწყეს შევსება. და უკვე მგონი ვესპასიანე და ფლავიუსების შემდეგ ანტონიუსების როცა ნერვა მოდის მე ძალოფრის დომიციანის შემდეგ აი აქედან უკვე კვალით ლეგიონებისაც ჩდება და წარწერები მათ შორის და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა. ალბათ მეორე საუკუნე არის ოქროს ხანა ამ თვალსაჩინო რომ ბევრი რომაული არტეფაქტი მოგვეპოვება, ხო? აი დავიწყოთ ანტონიუსების ადრეულ პერიოდიდან. აი სად ჩანს ყველაზე მეტად აქ რომაული კვალი და რა ნივთები გვაქვს, რა შეიძლება თქვათ ამ პერიოდის რომაელებს რა ინტერესები აქვთ, ან რა ურთიერთობა აქვთ, ან რითი ვაჭრობენ და რა უნდათ ზოგადად კავკასიაში. პირველ რიგში ისევ დაუბრუნდები ნუმიზმატიკურ მასალას. პირველი საუკუნიდან მოყოლებული, განსაკუთრებით მეორე საუკუნეში და მესამე საუკუნეშიც კი თითქმის ყველა რომის იმპერატორის სახელით მოჭრილი მონეტაა საქართველოში დადასტურებული. მათ შორის აურეუსების რაოდენობა საქართველოში ოქროს მონეტების აღემატება 80-ს. მაშინ, როდესაც სომხეთში დაახლოებით 5 ერთეულია, თუ არ ვცდები, რომაული აურეუსების აღმოჩენილი. დიდი რაოდენობა წაიღეს ეთქო. შემოდის იმ რაოდენობით, რომ ესეთი დიდი რაოდენობით არის არქეოლოგიურად აღმოჩენილი. რა თქმა უნდა, ძალიან მცირე რაოდენობა შემორჩა, ხო? და არის დღეისთვის აღმოჩენილი. მაგრამ ეს არ არის მარტო აურეუსები, არის დიდი რაოდენობით რომაული დინარებით შემოდის და არის ის შემთხვევები, როდესაც ძალიან მცირე ხნით რომ ეფოვნენ იმ იმპერატორების მოჭრილი მონეტებიც კი აღმოჩენილი, რაც გვეხმარება, რომ სამარხები თუ გარკვეული არქეოლოგიური კომპლექსი დავათარიღოთ უფრო ვიწრო ქრონოლოგიური ჩარჩოებით, იმიტომ რომ ის რაღაც დიდი ხნით არ იყო ცირკულაციაში და ასე ვთქვათ, შედარებით მცირე ემსი ახასიათებს, ხო? გარდა ამისა მეორე საუკუნეში რომელი იყო ცოტა ხნით რო იყო ნერვა იყო ცოტა ხნით საკოვანი იყო უკვე როცა ტრაიანე იშვილა მერე ტრაიანე საკმაოდ დიდი ხანია ძალიან დიდი ხანი არ იყო ტრაიანე მაგრამ ბევრი მოასწრო უბრალოდ და ბევრი გეჩვენება ხოლმე ამ შემთხვევაში ადრიანეც საკმაოდ ხანგრძლივი არის აი ანტონიუს პიუსი იყო შედარებით მოკლე პერიოდით და ლუციუს ვერუსი იმიტომ რომ ლუციუს ვერუსი მარკუს აურელიუსის თანაიმპერატორი იყო მაგრამ მალე მოკვდა გაცილებით ლუციუს ვერუსის აურეუსი არ მახსენდება სიმართლე გითხრა მაგრამ გვაქვს ისეთი სხვა ნივთი შეიძლება იცი რა იყოს კოლექტიური ანუ მე მგონი ორივე ერთად ჭრიდნენ რაღაც პერიოდი მარკუს ავრელიუსი და ლუციუს ვერუსი თანაიმპერატორების პერიოდში კი ბატონო გარდა ნუმიზმატიკური მასალისა უკვე ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის გლიპტიკური ძეგლები, ეს არის საბეჭდავი ბეჭდები და სამკაული. გვაქვს რომის სხვადასხვა ცენტრებიდან მომდინარე მასალა. შემოდის დიდი რაოდენობით ტორევტიკული მასალა. ტორევტიკული მასალა ჩვენ საქართველოში დამკვიდრებული ტერმინია და გულისხმობს ვერცხლის ჭურჭელს. რომელიც არის არა მარტო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გამოძახილი, პირველ რიგში დიპლომატიური ურთიერთობების გამოძახილია, იმიტომ რომ საიმპერატორო ძღვენის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი იყო ვერცხლის ჭურჭელი.
გვიან რომაული პერიოდის ესეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი არსებობს ნოტიცია დიგნიტატუმ, სადაც ჩამოთვლილი არის სამხედრო და საერო თანამდებობის პირების და მოცემულია მათი ემბლემების ილუსტრაციაც და ფინანსთა მინისტრის ემბლემაზე, რომელიც პასუხისმგებელი იყო საიმპერატორო ძღვენის გაცემაზე, ორგანიზებაზე, განსაზღვრაზე და ასე შემდეგ, გამოსახულია ძალიან საინტერესო ის არის ასე ვთქვათ ილუსტრაცია, აქ წარმოდგენილია იმპერატორის სურათი, რომელიც ერთ ვარიანტში მოოქროვილია, შესაძლოა ეს იყო ფერწერული ნამუშევარი და ხდება ვერცხლის ლანგრები, რომელზეც აურეუსებია, ოქროს მონეტები არის მოთავსებული, ქისები, რომელშიც ასევე მონეტები არის და რაღაც მცირე ბალთები და ოქროს ფირფიტები, რომელიც სავარაუდოდ ტანსაცმლის შესამკობელი იყო. აი ეს დოკუმენტი პირდაპირ გვეუბნება, რას წარმოადგენდა საიმპერატორო ძღვენი. და სწორედ აი ამ პერიოდში საქართველოში რაც არის აღმოჩენილი, განსაკუთრებით იბერიაში, უმეტესობა გვხვდება განსაკუთრებით კი ვერცხლის ჭურჭელი და აურეუსები. და ის აურეუსები მით უმეტეს, რომელიც თითქმის არ არის ნაცვეთი, ანუ რაც გულისხმობს, რომ ეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის დროს კი არა შესაძლოა, როგორც საიმპერატორო ძღვენი ესე შემოვიდა და აი ეს ლანგრებზე დადებულ ოქროს მონეტებს მიართმევდნენ იბერიის მეფეებს. და აი ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ჩემი საკვლევი თემაც არის, მაგ ხრივ გამიტაცა ზუსტად და ბოლოს ცოტა სხვა კუთხით დავიწყებ, რომ ხატრულ სტილისტური ანალიზის კუთხით და ბოლოს გადავედი დიპლომატიური ურთიერთობების და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევაში, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ესე ბევრგან არ არის შემორჩენილი ის დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი არქეოლოგიური მასალა, რაც საქართველოში გვაქვს. ხო. დაახლოებით შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ადრეული საიმპერატორო ძღვენი ვერცხლის ჭურჭელი საქართველოში გვაქვს აღმოჩენილი მეორე საუკუნის მარკუს ავრელიუსის პორტრეტით შემკული ვერცხლის ჯამი ფაგინეთის კლდეკარის სარკოფაგი. მუზეუმში არის ეროვნულ შეკრებაში. მუზეუმშია კი ბატონო სიმონ ჯანიშვილის. პატარა ის პორტრეტი რო დიდი იმაში ვერცხლის რო ჯამი ღრმად და ესეთი. ვერცხლის ღრმაჯამი და მოოქროვილი იმპერატორის პორტრეტია. ეს იმით არის გამორჩეული კიდე ეს ნივთი, რომ დღესდღეობით სამეცნიერო ლიტერატურაში რაც მე მოვიძიე და გადავხედე, ყველაზე ადრეულ საიმპერატორო ძღვენად, რომელიც ვერცხლის ჭურჭელით არის წარმოდგენილი, არის მე-4 საუკუნის მასალა, მე-4 საუკუნის ჭურჭელი თეოდოსიუს ეკუთვნის და კონსტანტინეს და მე-4 საუკუნის იმპერატორებს და მაგაზე ადრეული რომელსაც ან წარწერა ამკობს იმპერატორის სახელით, ან პორტრეტი არ გვხვდება რომის იმპერიის ტერიტორიაზე და საქართველოში ამ დროს გვაქვს რამდენიმე. სხვათა შორის შენ რა თემაც დაგაინტერესა ზუსტად ეს ბოლო პერიოდის აღმოჩენები, ძველი აღმოჩენები, მაგრამ ეხლა ხანს გავაჟღერეს მოსაზრება კიდევ ერთი ანტონების დინასტიის პორტრეტი რო გვაქვს საქართველოში. აი ზუსტად ამ აი ბაგინეთის თასის მსგავსი, ხო? ბაგინეთის თასის მსგავსია, კი. გარდა ამისა გვაქვს ადრიანეს დროს შემოსული მასალაც. ანუ შენ როდესაც კითხვა დამისი უფრო აქეთ წავიყვანე დიპლომატიურ ჭრილში, იმიტომ რომ მეორე საუკუნეში ყველაზე თვალსაჩინო არის ეს ურთიერთობები ფარსმან-ქველთან განსაკუთრებით, რომელიც ადრიანეს და ანტონიუს პიუსის თანამედროვე იყო და არა მარტო არქეოლოგიური მასალა, წერილობით წყაროებით, ხო, ადრიანეს ისტორიკოსისგან ვიცით, რომ კაპადოკიაში მიწვეული ფარსმანი არ ჩავიდა, იმან გამოუგზავნა დიდძალი საჩუქრები, ფარსმანმა დაუბრუნა ასევე დიდძალი საჩუქრები, მათ შორის ოქროს მოსასხამები, რომლებიც გლადიატორებს ჩააცვა ადრიანებს. და შემდეგ უკვე ეს დამთბარი ურთიერთობა ანტონიუს პიუს და ფარსმანს შორის, როდესაც სტუმრად ჩადის. და ეს სტუმრად ჩასვლა, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავდა ამ ურთიერთობებისთვის, ამ კონტაქტებისთვის, იმიტომ რომ ვიცით, რომ მისი ფარსმანის გაფართოებული საზღვრები ცნო, აღიარა, მისცა მსხვერპლის შეწირვის უფლება, მის ფარსმანის ვაჟებმა ივარჯიშეს და ასე შემდეგ. ძეგლიც რო დაუდგეს, მარსს მედაძე ხო? კი ბატონო. აი ამ წერილობითი წყაროების გამოძახილია ზუსტად ეს ვერცხლის ჭურჭელი, იმიტომ რომ არმაზის ხევში პიტიახშთა სამაროვანზე აღმოჩენილი არის პირველ სამარხში არის
ისე ვერცხლის პინაკი, რომელზეც ანტინოეს გამოსახულებაა, ანტინო თუ უთხრათ სვენეს ვინ იყო ანტინო? ძალიან საინტერესო ფიგურაა. კი ბატონო, ანტინოეს იყო იმპერატორ ადრიანეს ფავორიტი მეგობარი და ინტიმური მეგობარი უნდა ვთქვათ და სწორედ ადრიანეს ზეობის ხანაში იქნება ძალიან დიდი რაოდენობით მხატვრული ნივთები, იქნება ეს ვერცხლის ჭურჭელი, ქანდაკებები, მარმარილოში, კონი მონეტებზეც არის. მონეტებზეც არის და გლიპტიკურ ძეგლებზეც არის საბეჭდავებზე, სადაც ეს ძალიან ლამაზი შესახედაობის ჭაბუკია გამოსახული. ეს გვაქვს არმაისხევის პირველ სამარხში, რომელიც მეორე საუკუნით არის დათარიღებული. იგივე პერიოდის მე-6 სამარხში გვაქვს ისევ ორი ვერცხლის ჯამი. აქ უკვე ჰორელიეფური ბიუსტებია გამოსახული, მაგრამ ერთი არის ტიხე ფორტუნა, რომაული პანთეონის ქალღმერთი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ხდება ანტონინების დინასტიის პერიოდში, მეორე საუკუნეში, იქნება უფრო დიდი რაოდენობით ნივთები ტიხეს შემკულობით. და მეორე ჯამი, რომელსაც აქვს წვეროსანი, ესე მხრებ მოშიშვლებული მამაკაცის ჰორელიეფური ბიუსტი. და ამაზე 40-იან წლებში გამოქვეყნდა არმაისხევის გათხრების მასალა. ყოველთვის ამბობენ წვეროსანი მამაკაცი და უფრო იდენტიფიკაციის პრობლემა დღემდე ღიად არის, ვინ შეიძლება ყოფილიყო. წვერი ადრიანეს დროიდან შემოდის რომში მოდაში, იმიტომ მანამდე რა ატარებდა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ შეიძლება ეს იყოს უშუალოდ ადრიანეს პორტრეტი. და ეს არა მარტო ეს მსგავსების მიხედვით მივდივარ ამ დასკვნამდე, რომ შეიძლება ადრიანე იყოს თმახუჭუჭა, წვერიანი, მხარზე მოსასხამი გადაგდებული, ეს ქანდაკებებში და მეორე საუკუნით არის დათარიღებული, ხო? მეორე საუკუნით არის დათარიღებული და სხვათა შორის შარშან ზუსტად გერმანიაში არქეოლოგიის ინსტიტუტში ვაკეთებდი სწორედ აი ამ დისერტაციასთან დაკავშირებით კვლევას და იქ შემხვდა ჩემი კოლეგა, რომელმაც მითხრა, რომ ინგლისში ვინდოლადას მუზეუმში იყო გამოფენა, რომელიც ადრიანეს მიეძღვნა და იქ კერძო კოლექციიდან იყო წარმოდგენილი ვერცხლის ჟამი თითქმის ანალოგიური ბიუსტით, რომელსაც უწოდეს ადრიანე. ეთყობა აი ამ პერიოდში რაღაც ეგეთი ჭურჭელი ძალიან დამახასიათებელია ანტონინოსების დინასტიის. კი და ეს იყო სპეციალურად მზადდებოდა დიპლომატიური ძღვენის საჭიროებისთვის, რომ გაეგზავნათ თავისი დაქვემდებარებული თუ კლიენტი ქვეყნის მმართველებისთვის და ჩემი აზრით, აი ეს სამი ნივთი ადრიანეს მისი ინტიმური მეგობრის ტიხე ფორტუნას, რომელიც მაღალმხატვრული ნივთებია და იტალიკური ნაწარმია აუცილებლად, ვერცხლის სინჯზეც კი ეთყობა ადგილობრივი ნაწარმისგან განსხვავებით, ბევრად ძვირფასია. ეს არის ზუსტად იმ წერილობით წყაროების გამოძახილი, როგორი ძღვენის მიმოცვლა ხდებოდა რომსა და ქართლის მეფეებს შორის. ალბათ ის საინტერესო მომენტია აუნიშნოთ, რომ როცა ადრიანე უგზავნეს ფარსმანს, იქ არის ერთ ძალიან საინტერესო საჩუქარი სპილო. სპილო ზოგადად ერთი სპილო, როგორც ესეთი აღნიშნულია ხომ ეკრო საბრძოლო სპილოა და ეს შეიძლება მახსოვს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომ გარნიზონის გაძლიერებას შეიძლება გამოეყენებინათ ეს 50 ჯარისკაცი და სპილო დაშინება. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან სიმბოლური საჩუქარი, იმიტომ რომ საერთოდ სპილო აღმოსავლეთშიც, აი პართიაში და სასანურიდანშიც მიიჩნეოდა ხოლმე სამეფო სიმბოლოდ. აი მათ შორის სასანური პერიოდის შაჰი ხოსრო ფარვიზი გატაცებული იყო იმდენად, რომ სპილო მიაჩნდა როგორც თავის სამეფო ძალაუფლების სიმბოლო, რომ თელი ის ყავდა ანუ ჯოგი ყავდა სპილოებისა, 200-ზე მეტი სპილო ყავდა და მე არაბებმა რო დაიპყრეს, როგორც ცნობილია ირანი, ნახეს რა, ძალიან გაუკვირდათ ტესიფონი რო აიღეს და შენო ნახეს რომ სპილოების მთელი ჯოგი იყო იქ, რომელიც აი ხოსრო ფარვიზის შემდეგ ძალიან აქტიურად ყავდათ. ესენი არ გამოიყენებოდა მხოლოდ საბრძოლო დანიშნულებით, არამედ ამას უყვარდა როგორც შინაური ცხოველები ამ შემთხვევაში. ამიტომაც აი გარკვეულწილად იგივე ძალაუფლების სიმბოლოდ ასახული არის ჯუანშერთანაც, როდესაც ამ ერთ მომენტში ვახტანგ გოგასალი არის ცხენზმაგრად სპილოზე. ასევე არდაშირის სიზმარში, აი ეს სასანური პირველი ცნობილი ძეგლი როა, როდესაც არდაშირი დაესიზმრება, რომ აი ის უნდა გახდეს ირანის შაჰი. იქ არის რომ თეთრი სპილო ეცხადება რა, რომელზეც უნდა ამხედრდეს და შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ირანის მეფე ხდება და გარკვეულწილად აი ეს სამეფო ძღვენის ნიშანი არის, როგორც აი მეფეს აღიარებს და უგზავნის სპილოს საჩუქრად. ყველაზე ცნობილი ესეთი საჩუქრად გაგზავნილი სპილო მაინც არის კარლოს დიდს გაუგზავნა ჰარუნ ალ-რაშიდმა. აბასიანმა ხალიფამ და ეს ძალიან ცნობილი ამბავია კარლოს დიდის სპილო, რომელიც მე მგონი დიდი ხანი ერთ სიცოცხლად ვერ ჩააღწია იქამდე, მაგრამ ეს ამბავი ძალიან პოპულარული იყო ხოლმე ყოველთვის და ასე რომ ესეც გარკვეულწილად სამეფო საჩუქრის კატეგორიას განეკუთვნება რაღაც მხრივ რა ესეც. ისე ერთი ძალიან საინტერესო მომენტია პირველ-მეორე საუკუნის იბერიის ისტორიაში, რომელიც აი სულ მაინტერესებდა არქეოლოგიურად რამდენად შეიძლება რომ აი ამაზე რამე ითქვას.
რომ იყო პერიოდი, როდესაც იბერია იყო ორ ნაწილად გაყოფილი. არმაზელი და მცხეთელი მეფეებს რო უწოდებენ ხოლმე, რომ ერთი იჯდა არმაზ ციხეში, მეორე მცხეთაში და ორივე იყო სავარაუდოდ ერთი იყო რომაული გავლენის ქვეშ და მეორე პარტიული. აი არქეოლოგიაში თუ რამეში იგრძნობა ზოგადად იბერიის რაიმე მხრივ გამიჯვნა ერთმანეთისაგან. აი იბერია როგორც ორი სხვადასხვანაირი ნაწილი ერთმანეთისაგან. ალბათ არა. ალბათ არა, იმიტომ რომ მატერიალური კულტურა იგივე არის არმაზის ხევში, რაც სიტყვაზე არის მცხეთის ტერიტორიაზე, სიტყვაზე იგივე სამთავროს ველის სამაროვანზე. ეს განსხვავება და გამიჯვნა დიდად არ ჩანს. ანტონინუს პიუსის დროს, როგორც ახსენეთ, ჩვენ ფარსმანი იყო რომში ჩასული და ამის დამადასტურებელი არქეოლოგიური დოკუმენტიც გვაქვს, მეგონი იტალიიდან, ხო? რომელშიც აღნიშნული არის, რომ ფარსმანი რექს ანუ იბერიის მეფე ფარსმანი, რომელიც ოზგუნი ოსტიაშია ნაპოვნი, რომის პორტში. კი, და მარმარილოს წარწერა, მარმარილოში ამოკვეთილი წარწერა თუ არ ვცდები. ნამდვილად გვაქვს ეს. ხო, და აი მაგის შემდეგ პრინციპში რომის ურთიერთობა იბერიასთან რაღაცა წყაროებიდან ცოტა ქრება. ფარსმანის შემდგომი პერიოდი. ანუ ფარსმანი ბოლო თითქოს დიდი იბერიელი მეფე არის, ვისაც აი რომთან ესეთი უშუალო თითქოს ესეთი არა მარტო კლიენტის, არამედ როგორც მოკავშირე მეფის ის ჰქონდა ურთიერთობა. მე მისი მემკვიდრეები ნაკლებად ჩანან თითქოს უკვე რომაულ წყაროებში და ეს შეიძლება გამოწვეული იყოს არა მარტო იმით, რომ უბრალოდ ფარსმანის მე ეგეთი ძლიერი ფიგურა შეიძლება არ ყოფილა, არამედ თვითონ რომის პრობლემებითაც, იმიტომ რომ მე ჩვენ გვაქვს ანტონინუსების დინასტიის ბოლო პერიოდში, როდესაც ანტონინუს პიუსი აირჩევს მემკვიდრეებად ამ შემთხვევაში მარკუს ავრელიუსსა და ლუციუს ვერუსს, მათ დროს ბევრი უბედურება ხდება იმპერიაში ძალიან. ანუ ამ იმპერატორების დროს მოხდა ისეთი რამ, როგორც არის ანტონინუსების ჭირი, რომელიც აღმოსავლეთიდან შევიდა რომში და მოსახლეობის უკვე 1/13 დახოცა იმპერიაში. კოსტები მილიონი. ძალიან დიდი რაოდენობით. რაც იმ დროისთვის, როდესაც არ ცხოვრობს ისედაც ბევრი ადამიანი დედამიწაზე, ძალიან დიდი დემოგრაფიული დარტყმა იყო იმპერიისათვის და მეორეც კრიზისია ბუნებრივია, ხო, ესეთი რომ აი ქალაქებში ყველგან სიფრთხილე, ყველგან შეზღუდული ისა მისვლა-მოსვლა და შემდეგ ამხელა იმპერიაში, რომელიც ამით ცხოვრობს, ამით ფუნქციონირებს და ესეთი რაღაც ხდება და მეორე მხრივ საფრთხე, გარე საფრთხეები, ანუ ერთი რომ გერმანელები გააქტიურდნენ ძალიან, მარკომანები, ხატები, კვადები და ასე შემდეგ, რომლებსაც ებრძვის მარკუს ავრელიუსი, მეორე მხარეს პართია, რომელსაც ებრძვის ლუციუს ვერუსი. პართიასთან რომაელებს მეორე საუკუნეში ძალიან ბევრი წარმატებები ჰქონდათ. ეხლა ბოლო-ბოლო ტრაიანემ ქტესიფონია იყო და ფაქტობრივად პართია ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ამ პერიოდში, მაგრამ მერე ადრიანემ ტერიტორიების დიდი ნაწილი, რომელიც დაიპყრო თავის ძროზე ტრაიანემ, უკან დააბრუნა გარკვეულწილად, იმიტომ რომ მიხვდა რომ კონტროლი ამისი არც ისე ადვილი იქნება. თან ადრიანეს საგარეო პოლიტიკაც უფრო აკსრომანული იყო. მოლაპარაკებები და რაღაც დიდი სასიმაგრო კედლების აგებით შემოიფარგლა, ვიდრე საუბარი. უფრო ლიმესებს აშენებდა ისიც. ანტონინუს პიუსის გარკვეულწილად, იმიტომ რომ მანაც ააშენა მათ შორის იგივე ბრიტანეთში, ან შოტლანდიაში არის ცნობილი ანტონინუს პიუსის კედელი, რომელზეც ვიყავი შორის წელს და ჩემი თვალით ვნახე ძალიან საინტერესო ნაგებობა, იმიტომ რომ განსხვავებით იგივე ადრიანეს კედლისგან, თუ ადრიანეს კედელი უფრო ქვით არის ნაშენი ამ შემთხვევაში. და უფრო კარგადაც არის შემორჩენილი. ანტონინუსის კედელი არის უფრო მიწაყრილებისა და აი მთხრილების სისტემა, რომელებს 20 წელიწადი იყვნენ და მე დატოვეს და დაბრუნდნენ ისევ ადრიანეს კედელზე. თუმცა ეს იყო ყველაზე შორეული კედელი, რომელიც ოდესმე აუშენებიათ. აი ლუციუს ვერუსის აღმოსავლური ლაშქრობა ერთი მხრივ ძალიან წარმატებულია, ის სამარცხებს პარტიას, ისიც თითქმის იმეორებს, რასაც აკეთებდა ტრაიანე თავის დროზე, მაგრამ აი ზუსტად ეს ჭირი მან ჩაიტანა რომში აქედან ჩასulis შემდეგ და დაიწყო რომში ძალიან დიდი უბედურება ამის მერე. მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ რომი ამ პერიოდში საკმაოდ კრიზისებში იმყოფება, ჩვენ საკმაოდ გვაქვს მარკუს ავრელიუსის პერიოდი წარმოდგენილი, ხო, საქართველოში ანტონინების დინასტია შეიძლება ითქვას ყველაზე კარგად არის წარმოდგენილი არქეოლოგიური მასალის კუთხით. შეიძლება ეს იქიდან იმით იყოს განპირობებული, რომ ეს არის მაინც იბერიის პოლიტიკური და ეკონომიკური აღმავლობის ხანა, ყველაზე ინტენსიური სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და დიპლომატიური ურთიერთობები. შენ რომ ახსენე აი ანტონინუს პიუსის მე უფრო ნაკლებად ჩანსო არქეოლოგიური მასალით მაგას ვერ ვიტყვით. წერილობის წყაროებში ეს აღარ ჩანს, თუმცა არქეოლოგიური მასალით შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტიც შეიძლება გამოჩნდა, თუნდაც გავიხსენოთ სვეტიცხოველში 2002-3 წლებში აღმოჩნდა დიდი აკლდამა, ქვაყუთებით ნაგები აკლდამა, რომელშიც დედოფალი ულპია იყო დაკრძალული, ხო? ეს
საბეჭდავი ბეჭდის მიხედვით, რომელზეც ხალის პორტრეტი არის გამოსახული და თვითონ ის თუ ნაშთები ნაპოვნი თვითონ. ძლოვანი მასალა თუ არ ვწდები არის ძლოვანი მასალა. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ქვის აკლდამებში და სარკოფაგებში ხდებოდა დაკრძალვა, ძლოვანი მასალა ცუდად არის შემორჩენილი. თუმცა ეს დედოფალი ულპია სამარხი იმით არის გამორჩეული, რომ არა მარტო ეს ამ თემასთან დაკავშირებით, ამ თემაზე მუშაობენ ეკატერინე კობახიძე და ნათია ფიფია. სხვათა შორის ლიმეს კონგრესზე ჰქონდათ მოხსენება ამ საბეჭდავთან დაკავშირებით და ვიცი რომ მათი კვლევა ჯერ კიდევ მსვლელობის პროცესშია და სტატია ჯერჯერობით არ არის თუ არ ვწდები გამოქვეყნებული. თუმცა მე მაქვს მოსმენილი ეს მოხსენება პრეზენტაცია, რომელიც ძალიან საინტერესო იყო და ძალიან ისეთი გამოიწვია, იმიტომ რომ კიდევ ერთი სამეფო მეორე საუკუნის არის? ეს არის მეორე საუკუნის, უცილებლად მეორე საუკუნე უნდა იყოს და ამავე სამარხში არის აღმოჩენილი მარკუს ავრელიუსის მეუღლის ფაუსტინა უმცროსის და მათი შვილის ლუცილას მონეტები, ოქროს აურეუსები. ლუცილას მონეტებიც არის მოწმე? კი, ლუცილას, ოღონდ ეს აურეუსებია, რომელსაც საკიდი რგოლი აქვს მირჩილული და ყელსაბამად არის გამოყენებული. ხო, ეს მეტყვის ვენას რომ ლუცილა არის გლადიატორში ძალიან ცნობილი პერსონაჟი, რომელიც თავის ძმასთან, კომოდუსთან ერთად რაღაცნაირად განაგებს იმპერიას და შემდგომში არის მთავარი პერსონაჟის, ასე ვთქვათ, საზღვაო ინტერესი გარკვეულწილად რა. კი ბატონო, ჩვენთან არის სვეტიცხოვლის ეზოში ეს ლუცილას მონეტები და საინტერესოა იმით, რომ კომოდუსი თუ ყავს. თუ არ ვწდები კომოდუსიც ყავს. ამ სამარხში არ, მაგრამ ყველა რომის იმპერატორის სახელით მოჭრილი მონეტა არის, თუ არ ვწდები, მარტო არმაზისხევის სამაროვანზე 6 სამარხში არის 16 სხვადასხვა იმპერატორის მონეტა დადასტურებული აურეუსებზე მაქვს საუბარი. თუმცა ეს კონკრეტული სამარხი და ეს არმაზისხევის მეორე სამარხშიც არის თუ არ ვწდები ერთ-ერთი მონეტა რომის იმპერატორის, რომელიც ასევე გულსაკიდად იყო გამოყენებული. მოგვიანებით არის ეს ოქროს რგოლი მირჩილული და გულსაკიდად იყენებენ. ეს რას გვეუბნება, ხო? იმდენად მნიშვნელოვანი საჩუქარი იყო ეს აქაური მმართველებისთვის, რომ მათ ყელსაბნევად ან გულსაბნევად ქონდათ ეს გამოყენებული. აი, სწორედ მარკუს ავრელიუსის ზეობის ხანაში უნდა იყოს სავარაუდოდ ეს ძღვენი გამოგზავნილი. ამასთანავე გვაქვს ის ბაგინეთის სარკოფაგში აღმოჩენილი ვერცხლის პინაკი, რაც წეღან ვახსენეთ, ხო? ნამდვილად მარკუს ავრელიუსია ამ პინაკზე, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება და დიდი ალბათობით მისი ზეობის ხანაში უნდა იყოს გამოგზავნილი. ხო, ანუ მეორე საუკუნის ერთი პერიოდია, ჩემი აზრით, ბაგინეთის სარკოფაგში აღმოჩენილი მასალა და დედოფალ ულპიას სამარხში სავარაუდოდ აღმოჩენილი მასალა. ამავე პერიოდის არის კლდეეთში აღმოჩენილი ვერცხლის ჯამიც, რომელიც 40-იან წლებში აღმოჩნდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდი იყო, პუბლიკაცია გამოქვეყნდა 57 წელს მოგვიანებით. და ეს გიორგი ლომთათიძის პუბლიკაცია სამაროვანი მეორე საუკუნით არის დათარიღებული და ერთ-ერთი ძალიან პატარა ნამსხვრევები არის ამ ვერცხლის ჯამის შემორჩენილი, რომლის მხოლოდ გრაფიკული ფოტო იყო გამოქვეყნებული ამ 57 წლის წიგნში, შავ-თეთრი. და როცა მუშაობდი ჩემს დისერტაციაზე, ანუ ამ გრაფიკულ ჩანახატს რო წავაწყდეს, სახის ნახევარი ნაწილია მხოლოდ დარჩენილი. ეგრევე გამახსენდა მარკუს ავრელიუსის ეს ბაგინეთის ვერცხლის ჯამი და პორტრეტი და საბედნიეროდ მომეცა საშუალება, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდში შევსულიყავი, უშუალოდ მენახა, ფოტო გადამეღო, გამეკეთებინა შემდგომ ეს გრაფიკული ფიქსაცია, ციცინო თურქიაში არაჩვეულებრივი გრაფიკული ჩანახატი გააკეთა და აი ამ მარტო ვიზუალური სახის ნაკვთებით და იმით არა, ასევე სამაროვნის თარიღით, ასევე იმ რაღაც ცენტრალური მედალიონის მოჩარჩოებით, ამ ყველაფრით მივედი იმ აზრამდე, რომ შეიძლება ესეც იყოს მარკუს ავრელიუსი. თვალი გავს, ცხვირი გავს, რაღაც ესეთი იყო დაახლოებით ესეთი ტაქტიკით მივადექი ამ იმას. თუმცა სტატია, რომელიც წელს გამოქვეყნდა რა 2 თვის წინ დაახლოებით, ვეძახი მარკუს ავრელიუსის კიდევ ერთი პორტრეტი საქართველოდან.
თუმცა რა დარწმუნებული. თუმცა ვახსენებ იქ, რომ ამ მსგავსებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს მარკუს ავრელიუსი, მაგრამ არ არის გამორიცხული იყოს ან ანტონინუს პიუსი, ან ლუციუს ვერუსი. მე მგონი ყველაზე კარგი იქნებოდა ისეთი იყოს, რომელიც ყველაზე ნაკლები. ყველაზე ნაკლებია ლუციუს ვერუსი, თუმცა ციხისძირში მე-19 საუკუნის ბოლოს აღმოჩნდა ციხისძირის განძი, რომელშიც წარმოდგენილი იყო ლუციუს ვერუსის გემა. ძვირფას ქვაზე ამოკვეთილი მისი პორტრეტი, რომელიც 1907 წლიდან ერმიტაჟში არის დაცული და სამწუხაროდ წვდომა მე პირადად არ მაქვს, შავ-თეთრი. მაგრამ ფოტო არის დაბალი ხარისხის. დაბალი ხარისხის, საკმაოდ დევიდ ბრაუნის წიგნში არის გამოქვეყნებული. უფრო მეტად მახუჭუჭა პორტრეტია, შედარებით ნაკლები მსგავსება დავინახე მე. რაღაცით ყველა სტილი ერთი აქვს, იმიტომ რომ ადრიანემ შემოიღო, ხო, ბერძნული სტილია რა. აი მაგის შემდეგ, როდესაც ანტონუსები მთავრდება, ანტონუსების დინასტია რომში იწყება სერიოზული კრიზისი, კომოდუსის შემდეგ არის ცვლა იმპერატორებისა, პრეტორიერები აუქციონს ატარებენ იმპერიის ტახტისთვის, იქ დიდიუს იულიანე ყველაზე მეტ ფულს იხდის და იხდება იმპერატორი და ასე შემდეგ, მთელი ამბები ხდება და ბოლოს მოვა ერთი ძალიან ძლიერი მხედართმთავარი, რომელიც იყო აფრიკიდან, ლეპტის მაგნადან, ეს იყო სეპტიმიუს სევერუსი. და აი სეპტიმიუს სევერუსი იგდებს ხელსაძლაუფლებას და უფრო სტაბილური სიტუაცია დგება შედარებით რომში, რომელიც არც დიდი ხანი გაგრძელდა. მხოლოდ მის დროს და პრინციპში კარაკალას დროსაც შედარებით შენარჩუნებული არის. აი ამ პერიოდში ხა რომი მეტნაკლებად არის დაინტერესებული უფრო იმით, რომ ეს ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინოს სევერუსების დინასტიამ, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ბევრმა წამოყო თავი, ვისაც იმპერატორობა უნდოდა და შემდგომში სევერუსი ლაშქრობას აწყობს, რამდენიმე პარტიის წინააღმდეგაც აწყობს ლაშქრობას, ძალიან წარმატებულს, აწყობს ლაშქრობას ამავე დროს ბრიტანეთში, ყველაზე შორს წავიდა რომაელთაგან იქ და კარაკალა შემდგომში ასევე არის დაინტერესებული, აი ალექსანდრე მაკედონელობა უნდა გარკვეულწილად, მე ეგ არის ცნობილი ამბავი, რომ კარაკალას ალექსანდრიაში დასცინეს ადგილობრივებმა და ამის გამო შური იძია მე ქალაქზე. თუმცა მან აღადგინა და ძალიან საინტერესოა, რომ აი ეს კაცი ძალიან თავისებური ხასიათის იყო, ფალანგა შექმნა. იმიტომ რომ ალექსანდრეს ხო ფალანგა ყავდა მაკედონური და ამან რომაული ფალანგა გააკეთა და იმით უნდა წასულიყო პარტიის წინააღმდეგ საუბრად, რომ გაემეორებინა ალექსანდრეს გზა. ბევრი ვერაფერს ვერ მიაღწია, ეხლა დიდი სამხედრო წარმატებები არ ქონია, თუმცა მის დროს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მოხდა, რომ ფაქტობრივად რომის იმპერიის ცხოვრები ყველა ადამიანი გახდა რომის მოქალაქე. ამას ჰქონდა ეკონომიკური მიზეზებიც გარკვეულწილად იმპერატორისთვის და ბევრი თვალსაზრისით საჭირო იყო ამ მომენტისთვის უკვე ეს რეფორმა, რომანიზებაც უკვე სრულიად არის სასული. მაგალითად ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი მერი ბერდი აქ ამთავრებს რომის ისტორიას. მას აქვს აი სენატუს პოპულუსკე რომანუს, ძალიან ცნობილი წიგნი აქვს, აი ჩვენს გვაქვს აქ მიწერილი. და აი ამ წიგნში კარაკალას ედიქტით ამთავრებს რომის ისტორიას. ამიდან უკვე რაღაცა სხვა იწყება ვის ამბობს. აი თუ ჩვენთან თუ ჩანს მე სევერუსების დინასტიის კვალი საქართველოში თუ იგრძნობა რომ სევერუსები აქაც იყვნენ. ან თუნდაც იგივე სეპტიმიუსი, იგივე კარაკალა გეტა, ან თუნდაც შემდგომში ალექსანდრე სევერუსი იგივე, ან ჰელიოგაბალი. აი ჰელიოგაბალის რამე რო აღმოჩნდეს ეს ყველაზე მაგარი იქნება. კარაკალა ზუსტად ვიცი რომ არის. აურეუსის არის სუარცები აღმოჩენილი, სამარავანი არ მახსოვს ზუსტად რომელ სამარავანზე ეს ხუდერში ხომ არ არის, მაგრამ ურბნისში არის კარაკალას გემა აღმოჩენილი. იგივე ძვირფას ქვაში ნაკვეთი იმპერატორის პორტრეტი. ანუ ამ სევერუსები ისევ კი ბატონო, მაინც გვაქვს ამ პერიოდის რომაული იმპორტი ჯერ კიდევ არის. რომთან ასე ვთქვათ ამ ჭრილში უფრო უნდა ვახსოვოთ, რომ ეს ფუფუნების ნივთების შემოდინება, რაც შეიძლება დიპლომატიურ ურთიერთობას დაუკავშირო, ან უბრალოდ იმას, რომ ადგილობრივი მართველი ზედაფენა ხელი მიუწვდება ამ ფუფუნების ნივთებზე და სავაჭრო ურთიერთობებიც იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ შეიძინო და ეს ნივთები შემოვიდეს იბერიაში, ქართლში. სევერუსების დროს მაინც არსებობს რაღაც გარკვეული სტაბილურობის პერიოდი. აი რა შეგვიძლია ვთქვათ სევერუსების დინასტიის იმპერატორებზე? აქ ყავს ჩვენ სეპტიმიუს სევერუსი, კარაკალა, გეტა, მისი ძმა, რომელსაც მე მოვაკვლევინებს თვითონ კარაკალა, ასევე აქ ყავს ალექსანდრე სევერუსი და ჰელიოგაბალი, ანუ ელეგაბალუსი, რომელიც ძალიან საინტერესო ფიგურა არის. შესაძლოა რომის ყველაზე უარეს იმპერატორსაც უწოდებენ ხოლმე გარკვეულწილად, ყველაზე ექსტრავაგანტულს, უცნაურ ადამიანს ძალიან, რომელმაც ერთხელ ესეთი ნადიმი მოაწყო, რომ ძალიან ბევრი რაოდენობის ყვავილის ფურცელი გადმოყარეს და სანადიმო დარბაზში, იმდენად ბევრი დაიხჩნენ ისინი, სტუმრებში დაიხოცნენ ამ იმაში რა. ძალიან უცნაური კაცი იყო, მოკლედ რომ თქვა. მაგინ უნდა გაგახარო და გითხრა რომ მაგ უცნაური კაცის მონეტა
მონეტა არის აღმოჩენილი საქართველოს. 10 წელი ბავშვი იყო, ანუ იმპერატორი გახდა, ძალიან პატარა ასაკისა იყო და ბასიანე ერქვა სახელად. ჰელიოგაბალი იყო ეს სამკუთხედი ქვა, შავი, რომელიც იყო აღმოსავლეთში ერთ-ერთი კულტი, ძალიან პოპულარული და ამის ქურუმი იყო ბავშვობიდან ეს და ამის სახელი შერჩა მერე ამ ღმერთის სახელი თვითონ. მალე მოკლეს საკმაოდ ჰელიოგაბალი, მაგრამ აი პატარა მონაკვეთშიც კი თავი დაამახსოვრა ყველას და ამიტომ საინტერესოა ჩვენთან თუ არის მისი. მაგრამ საინტერესოა და სხვათა შორის მანამდე თუ არ ვწდები არ იყო, მაგრამ 2004 წელს ხოვლეში აღმოჩნდა კიდევ ერთი მდიდრული სამარხი. ჯერ არ არის გამოკვლეული რა რანგის თანამდებობის სამარხი იყო, მაგრამ ქალის სამარხი იყო. იქაც ძალიან დიდი რაოდენობით ძვირფასი ნივთებია, ფუფუნების ნივთები და არის აურეუსი შენი ჰელიოგაბალის. სევერუსებიდან სეპტიმუს სევერუსის მონეტები არის აღმოჩენილი საქართველოში და რა თქმა უნდა კარაკალას გემა, რომელიც ურბნისის არქეოლოგიურ ძეგლზე ეს გემა რო უთხრათ, გემა არის ხო საბეჭდავი, ხო? საბეჭდავი ძვირფას ქვაში ამოკვეთილი პორტრეტი, რომელიც შეიძლება იყოს კამეო, რომელიც რელიეფური კვეთილობაა და ინტალიო, რომელიც პირიქით სიღრმეში არის ამოკვეთილი და უფრო საბეჭდავად გამოიყენებოდა. და თუ არ ვწდები, ურბნისის არის კამეო, ანუ რომელიც არის უფრო მორთულობა, ვიდრე საბეჭდავი. მსგავსი არის ლუციუს ვერუსის გემაც, ეს არის რელიეფში შესრულებული, რომელიც სავარაუდოდ ეს შესამოსელზე გასაკეთებელი კონსტანტინეს მოზაიკაზეც არის ესეთი აგრაფივით მოსასხამზე იმაგრებდნენ, შეიძლება ესეთი ის იყოს. ასე რომ სევერუსების დინასტიის არქეოლოგიური მასალაც წარმოდგენილია მე-3 საუკუნის დასაწყისში რომთან ურთიერთობები ჯერ კიდევ თვალსაჩინოა და შეიძლება ითქვას, რომ თუნდაც ვერცხლის ჭურჭელი ავიღოთ, იმპორტი ჯერ კიდევ თვალსაჩინოა, რაც სრულიად იცვლება მე-3 საუკუნის შუახანებიდან, იმ რაოდენობით აღარ შემოდის ეს ფუფუნების ნივთები, ნელ-ნელა შეინიშნება კლების ტენდენცია და ეს რა თქმა უნდა რომის შიდა პოლიტიკური და შიდა სახელმწიფოებრივი კრიზისიდანაც გამომდინარეობს აღმოსავლეთში სასანური ირანის აღზევებით, გააქტიურებით, ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, თუმცა აი უკვე მე-3 საუკუნის შუახანებიდან ეს ფუფუნების ნივთები, თუნდაც ეს ვერცხლის ჭურჭელი, რაც დანამდვილებით შემიძლია თქვა, იმიტომ რომ ბევრი წლის განმავლობაში ამ მასალას ვიკვლევდი, უკვე თითქმის თანაბრდება და უფრო მეტიც კი არის ადგილობრივი ნაწარმი. ეს ადგილობრივად დამზადებული აქაური ვერცხლით, ეს ჭურჭელი ნამდვილად თვითმყოფადია, ნამდვილად იბერიულია, მაგრამ რომაული იმის გავლენით ამზადებენ მსგავს. და უკვე ამ პერიოდის მდიდრულ სამარხებში შეინიშნება, რომ რომაული იმპორტი შედარებით შემცირდა, თუმცა არ გამქრალა, მაინც არის წარმოდგენილი. და ეს პერიოდი ემთხვევა უკვე მე-3 საუკუნის შუახანებს, ხო, როდესაც შაპურ პირველმა დაამარცხა 253 წელს თუ არ ვწდები სომხეთი და შემდეგ 260 წელს დაატყვევა იმპერატორი ვალერიანე და მანდაც აზრთა სხვადასხვაობა 253 წლის მერე შეიცვალა უფრო იბერიის კურსის პოლიტიკაში თუ ეს იყო 260 წლის მერე უშუალოდ როდესაც იმპერატორი დაატყვევა. იმიტომ რომ 262 წლის შაპურდიდის წარწერაში ქაბა ზარდუშტი ამ პერიოდში უკვე ამაზასპი ქართლის მეფე იხსენიება როგორც მათი ქვეშევრდომი და დასახელებულია სიის სათავეში. მეფის შვილების დების ჩამონათვალში სიის სათავეში. აი ამ პერიოდში უკვე რას ხედავთ არქეოლოგიურ მასალაში, ნელ-ნელა იწყებს შემოდინებას პართულ სასანური გემები, ანუ გლიფტიკური მასალა. საბეჭდავი ბეჭდები, ამ პერიოდში ჩნდება პირველი სასანური მონეტები, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო
მანამდე არ მithქვამს, რომ რომის იმპერატორის მონეტებთან ერთად ყოველთვის ქონდა არქეოლოგიურ ძეგლზე პართული დრაქმები, ყოველთვის, რაც სავაჭრო მიმოქცევის ერთ-ერთი მთავარი ხო, აღმოსავლეთში პარტია იყო ხა თავარი ძალა. და უკვე მე-13 საუკუნის შუახანებიდან 50-იანი წლების შემდეგ, 60-იანი წლების შემდეგ ჩნდება იმპორტი ირანიდან, შემოდის უფრო აღმოსავლური იმპორტი და აი ამ პერიოდში საერთოდ აღარ გვაქვს ვერცხლის ჭურჭელში ის დიპლომატიური საჩუქრები, რასაც ანტონინების პერიოდში ვიღებდით, ან ფლავიუსების პერიოდში რაც შემოდიოდა. და ამ პერიოდში რა გვაქვს? სრულიად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. ორი უადრესი სასანური ვერცხლის ჭურჭელი, ვერცხლის თასი. ერთი არმაზის ხევში აღმოჩენილი და არის პაპაკ-პიტიახში, სასანიდი დიდებული, რომელიც მოხსენიებულია ნარსეს პაიკულის წარწერაში, ისტორიული პირია. ნამდვილად დიპლომატიური გზებით უნდა იყოს მოხვედრილი ჩვენთან და მეორე არის ბაჰრამ მეორის და მისი ცოლ-შვილის პორტრეტებით შემკული თასი, ასევე ვერცხლის კილიკი, რომელსაც ჯერ კიდევ დასავლური ჭურჭლის ფორმა აქვს, გავლენა იგრძნობა, რომელიც სარგვეში აღმოჩნდა. სარგვეში არის იმერეთში, ეს არის ისტორიული არგვეთის ტერიტორია. და იბერიას ყოველთვის ჰქონდა ხოლმე მან, ხო? იბერიის გავლენის ზონა იყო ხოლმე არგვეთი გარკვეულწილად. არგვეთი დაახლოებით მე ესე მიმაჩნია, ვეთანხმები, მე ბევრი ქართველი მეცნიერი და ისტორიკოსი და არქეოლოგი მუშაობდა ამ თემაზე და მუშაობს. პირველ საუკუნემდე თუ არგვეთი დიდი ალბათობით იყო უფრო კოლხური მიწა, ტერიტორია. პირველ საუკუნის მიწურულიდან ქართლის გაძლიერებასთან ერთად ისტორიული არგვეთი ხდება იბერიის ნაწილი. იმიტომ რომ კლდეეთი თუნდაც წეღან რომ ვახსენეთ მარკუს ავრელიუსის თითქმის შევიცვალე აზრი და ლუციუს ეძახი უკვე. კლდეეთიც, სარგვეშიც, სადაც ეს ბაჰრამის პორტრეტი ჩემკული სასანური თასი გვხვდება. პლუს იქ არის ბორის განძი, რომელიც უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ იქაც ხვდებით იბერიულ ვერცხლის ჯამს, რომელზეც წარწერა ბუზმი ხრკეთილი პიტიახში და პიტიახშები ვიცით, რომ იყვნენ აღმოსავლეთში მართველები. მეფის მერე პირველი პირი იყო პიტიახში. ეს მასალა რაც აქ არის აღმოჩენილი არის ცალსახად იბერიული, რაც არქეოლოგიური სამხილია და დასტური იმისა, რომ არგვეთი ნამდვილად იყო იბერიის ნაწილი. აი, წეღან რასაც ვამბობდი იმას დაუბრუნდები, რომ მე-13 საუკუნეში ქრება რომთან დიპლომატიური ურთიერთობების არქეოლოგიური სამხილები და პარალელურად შემოდის ორი უადრესი ერთ-ერთი სასანური დიპლომატიური ცხვენი, რომელიც ჩვენთან არის ნამდვილად დადასტურებული და პარალელურად ერთი ასევე ვერცხლის თებში, სადაც სასანური ცნობილი ნადირობის ცხენოსანი შაჰის ნადირობის ეს ძალიან პოპულარული სიუჟეტია, ხო. ეს არის რაღაც დაკანონებული სამეფო პორტრეტი, ასე ვთქვათ. იქიდან დაწყებული, ძველი ასურეთიდან დაწყებული, ეს აღმოსავლურში ყოველთვის იყო ხოლმე მეფის ნადირობა, იყო ხოლმე. მეფის ნადირობა, რომელიც იყო მისი ძალაუფლების, მისი უბადლო სტატობის ხაზი. კი, შესაძლოა აი ქართულ წყაროებშიც ყოველთვის მეფე როცა ხომ აღწერილი ერთ-ერთი მომენტი არის ხოლმე ეს მეფე რომ შვილდის სისულის და კარგად ნადირობს და ასე შემდეგ, ან ირემს ეწევა და მსგავსი რაღაცა. განსაკუთრებით ცხენოსანი. აღმოსავლეთს იმას ახასიათებს ხო ეს რა. კი, თუნდაც ის მხედრობა, ცხენოსნობა, რაც აღმოსავლეთთვის არის დამახასიათებელი ვიდრე რომისთვის ამ შემთხვევაში, აღმოჩნდა ის, რამაც განსაკუთრებით მოხიბლა რომაელები, როცა ფარსმანქველი იყო ჩასული რომში, ხო? იმიტომ რომ იმდენ მოეხიბლნენ რომ ის ცხენოსნობითო, რომ იმიტომ დაუდგესო ეს ცხენოსანი ძეგლიო და აი აღმოსავლეთში იყო ეს ტრადიცია უფრო მხედრობისა, ცხენოსნობისა, რაც რომაელებისთვის იმდენად პოპულარული არ იყო რომში, რომს თვითონ ცხენოსანი ჯერს კი არ ყავდა ხოლმე, ძირითადად აუქსილიარები და მოკავშირეები ავსებდნენ ხოლმე იმას. სწორედ ამიტომ პოვა ამ მოტივმა ასახვა სასანურ ხელოვნებაში, როგორც შაბურ მეორის დროს დაკანონდა, რომ მხოლოდ შაჰები უნდა გამოსახულიყვნენ ამ სცენაში. ხო, სანადირო სცენაში. ცხენოსანი მონადირე შაჰები და ერთი მთელი საუკუნის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ ექსკლუზიურად სასანიდი შაჰები გამოისახებოდნენ ასეთ ვერცხლის თებშებზე და ეს იქმნებოდა სპეციალურად გაფართოებული საზღვრების ახალდაპყრობილი ქვეყნების მმართველებთან გასაგზავნად. ეს სამეცნიერო ლიტერატურაში საკმაოდ ფართოდ გააზრებული
აზრია, ოფიციალური პორტრეტი. ოფიციალური პორტრეტი და უადრესი ნიმუშებიც აი ესეთი ნადირობის სცენებით აღმოჩენილი არის კავკასიაში. ერთი არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სარის ვერცხლის მთებში, სადაც ესეთი ცხენოსანი შაჰის ნადირობის სცენაა და მეორე დღევანდელი კრასნოდარის მხარეში არის კრასნაია პოლიანა, ესე ქვია იმ ადგილს, რომელიც ანტიკურ ხანაში უნდა ყოფილიყო სანიგების განსახლების ტერიტორია, რომელიც ლაზთა მეფის ქვეშევრდომობაში იყვნენ, ლაზიკის დიდების ხანაში, ასე ვთქვათ. და აზერბაიჯანში გასაგებია, ხო, რომ უფრო აღმოსავლეთით არის და ეს სასანური დიპლომატიური ძღვენი ჩნდება, მაგრამ რა უნდა ამ ნივთს ჩრდილო კავკასიაში, ხო, კოლხეთის შავი ზღვისპირეთში. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა, დევიდ ბრაუნს აქვს ისევ ესეთი მოსაზრება, რომ სასაინდებს არა მხოლოდ ქართლზე, არამედ უფრო შორი ინტერესები ჰქონდათ კავკასიაში და მათი უშუალო ძღვენი არისო იქ მცხოვრები დიდებულებისთვის ეს ნივთი, ეს ვერცხლის მთებში. თუმცა რამდენიმე წლის წინ, თორსები 2019 წელს, სოხუმთან ახლოს აღმოჩნდა შუბარაში, კიდევ ერთი ვერცხლის მთებში, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ეგრო იპოვეს, აი ერთ რამდენიმე საათში ვიცოდი ისა ხო, იმიტომ რომ ერთი მეგობარია, რომელსაც კონტაქტები აქვს იქიდან და თუ რამე ხდება ხოლმე არქეოლოგიაში, საქართველოსთვის საინტერესო, მაშინვე მატყობინდებს ხოლმე ამაზე. და ამ იმაზე ნივთი არის ნადირობა, იმიტომ რომ დიდი ხანია ესე არ აღმოჩენილა თან არქეოლოგიურ კონტექსტში, ძირთადად კერძო კოლექციებშია დაცული მთელ მსოფლიოში. თუმცა თუ არ ვთქვი, ჯერჯერობით არ არის გამოსული სამეცნიერო ნაშრომი, რომელი შაჰია ზუსტად გვეტყვის, ყავადია თუ ხოსროვანო შირვანია თუ რომელია? ბაჰრამზეც ფიქრობენ, რომ შეიძლება ერთ-ერთი ბაჰრამი იყოს, ნუ იქ იმდენი დეტალია, რომელიც თუ ლაზიკის ომის პერიოდის არის, მაშინ ხოსრო იქნება ალბათ, თუ ადრეულია უფრო, მაშინ შეიძლება რომ იყოს რომელიმე ადრეული. მე-4 საუკუნეს ფიქრობენ, და მეც შესაძლოა ვიზიარებ, ესე ღმად არ ვარ ნამდვილად აღებული, მაგრამ ორი ესეთი სასანური ვერცხლის მთებში აღმოჩენილი აფხაზეთის ტერიტორიაზე და ოდნავ უფრო ჩრდილოეთით მეორე ეს კრასნაია პოლიანას ტერიტორიაზე და მე მაგალითად ესეთი აზრი მქონდა, მოსაზრება, რომ ეს შესაძლებელია ყოფილიყო შესაძლოა ქართლის მეფისთვის გამოგზავნილი და ეს სარგვეშისტასი ნამდვილად იყო მცხეთაში გამოგზავნილი ძღვენი, რომელიც მცხეთის მეფემ თავის დაქვემდებარებულ ერისთავს თუ რაიონულ მმართველს გაუგზავნა. ეს ძალიან აპრობირებული მეთოდია. ეხლა რომში იგივე ხდება, ირანში იგივე ხდება და რა თქმა უნდა, ქართლის და ლაზიკის მეფეებიც იგივე საკეთებენ. თავის ქვეშევრდომის გულის მოსაგებად თუ კეთილგანწყობის ბლური ურთიერთობის შესანარჩუნებლად ესეთი ძღვენი იგზავნებოდა. შეიძლება ესე მოხდა, ან მეორე აუცილებლად დასაშვები ვარიანტი არის ის, რომ ეს ძარცვის დროს მოხდა, როდესაც ფაზის პიტიუტის ჩრდილო კავკასიდან გუთების თავდასხმების შედეგად დიდი ნადავლით ბრუნდებოდნენ უკან. არც ეს არის გამორიცხული, იმიტომ რომ სარმატულ სამარხებში სავსე არის ნაძარცვი, ნადავლით სავსე, რომაული ჭურჭელიც ხდება და სასანურიც სხვა. ისეთ ან ისიც უნდა ითქვას, რომ ხან ჩვენ თემას დავარქვით, რომ საქართველოს და იმპერატორები რომისა, რომ თქვათ რომი რო გადავდოდა სასანიანებიც ვახსოვთ, სასანიანებიც ტიტული, რასაც ისინი ფლობენ, მეფეთ-მეფის, ანუ შაჰი-შაჰისა, არის იგივე იმპერატორის წოდება, აღმოსავლეთში ესეა გააზრებული და ეს არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც რომის იმპერია მიიჩნევდა თავის თანასწორ ძალად, შესაბამისად, წერილებში რომის იმპერატორი იმართავდა როგორც ძმას, სასანური ირანის შაჰს, იმიტომ რომ ის ხვიდა, რომ როგორც თვითონ იყო დასავლეთში, ისე იყო აღმოსავლეთში სასანური ირანის შაჰი, ანუ თანაბარი ძალის იმპერიები იყვნენ ესენი და ისინი ქმნიდნენ წესრიგს იმ დროის სოფლიოში, ხო? ამიტომაც ესენიც იმპერატორები არიან რაღაცა გაგებით რა, სასანური ირანის შაჰები. მესამე საუკუნეში ჩვენ სევერუსების შემდეგ გვაქვს
რომში კრიზისი, რომელზეც ძალიან სწრაფად იცვლება მთელი რიგი იმპერატორები, მაგრამ რამდენიმე ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა ყავს მაინც მე-13 საუკუნეში. იგივე თუნდაც ვალერიანე, რომელიც მე ვარდება თქვათ გალიენუსი მისი ვაჟი, რომელიც შემდგომში საკმაოდ წარმატებულად მართავს. არის იმპერიის სამად გაყოფის პერიოდი, ამ პერიოდში, როდესაც პალმირის იმპერია იქმნება აღმოსავლეთში, რომელსაც სეპტიმიუს ოდენატე ქმნის და მე შემდგომში ზენობია აგრძელებს, ხო, მისი ცოლი, დედოფალი ზენობია. დასავლეთში გვაქვს გალიის იმპერია, ტეტრიკუსის ხელმძღვანელობით და არის შუაში იმპერატორ ავრელიანეს ის დარჩენილი ნაწილი, რომელთაც მერე ის გაერთიანებს ისევ მთელ იმპერიას. და ავრელიანე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ ყოფილა იმპერატორი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა არის. ჯერ ერთი ის აერთიანებს იმპერიას, ამ წარმოვიდგინოთ, იბრუნებს გალიის ნაწილსაც, ბრიტანეთსაც და იბრუნებს პალმირასაც, პალმირის იმპერია, რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო. იმდენ ძლიერი, რომ სასანური ირანის შაჰი დაამარცხა პალმირამ თავის დროზე, რომაელები იბრუნებენ მასაც და თან მის დროს ძალიან საინტერესო კულტი მკვიდრდება რომში, რომელიც ძალიან მასიური ხდება განსაკუთრებით სამხედრო წრეებში. ეს არის Sol Invictus, ანუ მზე უძლეველი, ხო? რომელიც არის ჰელიოსის ასე ვთქვათ ერთგვარი ფორმა, რომელიც ძალიან აქტიურად ან ფაქტობრივად მონოთეიზმის დონემდე მიიყვანა ავრელიანემ თავის დროზე და მე მაგალითად მინახავს საქართველოში იგივე ბათუმის მუზეუმში და შემდეგ აი ზუსტად ის გამოსახულებები Sol Invictus-ის, რომელიც თავის დროზე ავრელიანეს პერიოდში ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა. აი თუ ყავს ამ პერიოდის იმპერატორები, ამ პრობუსი თუნდაც ან ვალერიანე ან გალიენუსი ან ავრელიანე წარმოდგენილი საქართველოში. ამ პერიოდში თუ არ ვწდები, ყველაზე კარგად მაინც ვალერიანეს პერიოდი არის წარმოდგენილი და განსაკუთრებით ისევ დაუბრუნდები ნუმიზმატიკურ მასალას. ვალერიანის აურეუსები არის აღმოჩენილი და რაც ყველაზე საინტერესოა, ვალერიანეს მონეტების ადგილობრივი მინაბაძები არის აღმოჩენილი არაერთ არქეოლოგიურ ძეგლზე. იმიტომ რომ სამონეტო კრიზისიც არის ხო ამ პერიოდში რომის იმპერიაში. ინფლაციაც არის და უკვე ადგილობრივად საჭირო ხდება იმიტაციების დამზადება. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ნუმიზმატი მუშაობდა და ბევრი კვლევაც არის, თუმცა უფრო ფართოდ გააზრებულია მოსაზრება, რომ მე-13 საუკუნის მიწურულს სადღაც 80-იან წლებში მზადდებოდა ეს იმიტაციები და რამდენიმე არქეოლოგიურ ძეგლზე, მათ შორის ერთი არის ახლა რაც უცებ გამახსენდა არაგვისპირის სამაროვანი თორსები, რომელიც თითქმის მსგავსი მასალაა, რაც ქართლის მცხეთის არქეოლოგიურ ძეგლებზე გვაქვს. იქ არის აღმოჩენილი ორიგინალი ვალერიანეს ოქროს მონეტა და არის აღმოჩენილი ორი ადგილობრივი მინაბაძი. ეს მინაბაძები რამდენად ხარისხიანია? სხვათა შორის საკმაოდ დიდი არის მსგავსება, თუმცა საინტერესოა, რომ რომაული აურეუსის მინაბაძი თუ არ ვწდები, უფრო მოგვიანო პერიოდშიც არის, მე-4 საუკუნეშიც ვსადდება თუ მე-5-ში და არის ძალიან სქემატური. თუმცა საინტერესო პრაქტიკა, ესე გვიან რომ იგივე ესეთი ძველი მონეტა. ალექსანდრე სტატერის მინაბაძი მახსოვს და ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა და სამკუთხედი სახი ცხვირი და თვალი და ორი თმა თუ არ ვიცი. ძალიან ისეთი ოქროსია, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოსახულება ჰქონდა ზედ პრიმიტიული ხო. რომ უყურებდი ვერ ხვდებოდი მეთქი ალექსანდრე, იმიტომ რომ ორიგინალს ვერ შეადარა მართლა. აი პატარა ბავშვი და ხატავს ხოლმე რაღაცას ხო რაღაც იგივე. პიკასოს სტილში გაკეთებული ის არის იმიტაცია. ნუ აი ეს არის შეიძლება ითქვას რომ ეს ბოლო შტრიხები რაც ვალერიანეს თუნდაც იმპერატორობის ზეობაშია თუ აი ამ მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში შედარებით უფრო სუსტად არის წარმოდგენილი და ეს ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, ნიზიბისის ზავამდე პერიოდს, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო ქართლის სამეფო არის სასანური ირანის ქვეშევრდომობაში და მორჩილებაში. რამაც შეასუსტა ის კავშირები რომთან, რაც მანამდე არსებობდა და საკმაოდ ესეთი ინტენსიური ხასიათიც ჰქონდა. ხო, განსხვავებით დასავლეთ საქართველოსთან შედარებით, მაინც დასავლეთში შედარებით წარმოდგენილია. პირიქით ხდება, ხო? უფრო მაგალითად ნიზიბისის სავის შემდეგ ხელახალი აღორძინება იწყება, თუ არ ვთქვი, პიტიუნტის არქეოლოგიურ ძეგლზე, სადაც უკვე ეს რომაული გარნიზონი მანამდე იყო, რა თქმა უნდა, განლაგებული, თუმცა მე-13 საუკუნის მიწურულიდან იწყება ხელახალი აღმშენებლობის კვალი. და შედარებით უფრო სხვაგვარად არის წარმოდგენილი კოლხეთი, მაგრამ აქ უნდა ისიც ითქვას, რომ წეგან დასაწყისში ახსენე, რომ ეს საქართველოს ვეძახით ამ პერიოდის საქართველოს ტერიტორიას, მაგრამ სრულად განსხვავებული სივრცეა, ხო? აღმოსავლეთში გვაქვს ცენტრალიზებული ქართლის იბერიის სამეფო, მონარქია,
რომელსაც კი რაიონული მმართველები ყავს, რომელიც მეფეს ემორჩილება, თუმცა დასავლეთში სრულიად სხვა სიტუაცია გვაქვს კოლხეთის მიწაზე, სადაც ფლავიუს არიანე ჩამოთვლის უამრავ ეთნიკურ დაჯგუფებას, მაკრონები, ჰენიოხები, ლაზები, აფშილები, აბაზგები, სანიგები და ჩამოთვლის თითოეულ მათგანს, რომ ყავს მეფე, რომელთაგან უმეტესობას თუ არ ვთქვი ადრიანესგან ან მისი მამისგან. ჯერ ლაზიკის სამეფო არ არის შექმნილი. ლაზიკის სამეფო არ არის, თუმცა არის ეს მცირე ეთნიკური, მცირე პოლიტიკური გაერთიანებები შეიძლება ითქვას. თუმცა მეორე საუკუნის მიწურულს და როცა იქნება უკვე ეს ლაზიკის სამეფო ამ ხრივაც ისევ ჩემი ვერცხლის ჭურჭელსკენ უნდა დაგაბრუნო, იმიტომ რომ იგივე სიტუაცია გვხდება. ორი ნივთი არის აღმოჩენილი, ერთი აჩმარდაში, აფხაზეთში არის აღმოჩენილი, ერთი შედარებით ჩრდილოეთში, მაიკოპის ვერცხლის დასია და ორივე თასს აქვს ერთი და იგივე შინაარსის ბერძნული წარწერა, პუნსონის ტექნიკით დატანილი. მეფე პაკორუსი უგზავნის თავის ქვეშევრდომებს, თავის ცხვრებს. და ეს მეფე პაკორუსი დიდი ალბათობით არის ლასთა მეფე პაკორი, მეორე საუკუნეში მოხსენიებული, წერილობით წყაროებში მოხსენიებული მეფე, რომელიც თავის დამორჩილებულ ხალხს, რომელიც ცხოვრობდა ჩრდილოეთ ლაზების განსახლების არეალიდან უფრო ჩრდილოეთით, იქ აქვს გაგზავნილი. და ესეც გვაჩვენებს იმას, თუ როგორი მსგავსება არის აი ამ ქვეშევრდომებთან დამოკიდებულებაში, როგორც რომს აქვს, იგივე პრაქტიკას მიმართავს სიტყვაზე იგივე ლაზიკის მეფე. აი ნიზიბისი ზავის მერე რომი იბრუნებს გავლენას აღმოსავლეთში, იმიტომ რომ დიოკლეტიანე ჯერ ამყარებს რომის იმპერიას შედარებით უფრო სტაბილური სიტუაცია, ხო? ცდილობს მოაგვაროს ინფლაცია, ცდილობს მოაგვაროს სამხედრო პრობლემა და აი გალერიუს გზავნის აღმოსავლეთში ჯართან ერთად რომ დასასანური ირანში დაამარცხოს და ახერხებს ამას გალერიუსი, ამარცხებს პარტიელებს რა არის და სასანიანებს ამარცხებს გალერიუსი და შემდგომში ამას გამოსახავს გალერიუსის ცნობილ თაღზე, რომელიც არის თესალონიკში დგას. დაახლოებით ეს არის აი ძალიან საინტერესო მომენტია, რომ აი გუშინ ქონდა ლექცია ჯიპაში, რომელიც ჩაატარა იტალიელმა პროფესორმა ნეაპოლის უნივერსიტეტისა და იმან აღნიშნა, მაშინ საუბრობდა კავკასიაში რომისა და სასანური ირანის გავლენებზე და აღნიშნა, როდესაც ისინი ერთმანეთს უპირისპირდება ეს ორი ძალა, ორი ისტორიული ძეგლი. ერთი არის ნახშე რუსტამის რელიეფები, რომელზეც გამოსახული არის შაჰი, შაპური, რომელსაც იმპერატორი ვალერიანე და ფილიპი არაბი უჩოქებენ და სთხოვენ მშვიდობას და მეორე ამის საპირისპიროდ რომაელებმა გააკეთეს თესალონიკში გალერიუსის ცნობილი თაღი, რომელზეც გამოსახული არის რომაელები როგორ აი ცხენებით და შემდეგ ქოლავენ სპარსელებს, ხო? შესაბამისად აი რაღაცნაირად აი მათ შორის ამ დაპირისპირების ორი ის ნიმუშია ერთი და იგივე პერიოდისა დაახლოებით, როცა მე რომაელებმა შური იძიეს, მოკლედ რომ ვთქვათ, მაშინდელი ამბებისათვის. აი ნიზიბისის ზავის შემდეგ რომი გაძლიერდა კავკასიაში, მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავა და ამ პერიოდში გვაქვს ტეტრარქიული მმართველობა, დომინანტი, იცვლება ძალიან იმპერიის ხასიათ, ხო? ჯერ ქრისტიანობა კიდევ არ არის კონსტანტინემდენად თავისუფლად, მაგრამ დიოკლეტიანეს დროს აი დომინანტის წესი გარკვეულწილად ცვლის იმპერატორის ფიგურას თვითონ. თუ მანამდე იმპერატორი იყო პრიმუს ინტერ პარეს უბრალოდ და იყო პირველი მოქალაქე რომში და ასე შემდეგ, აი პრინცეპსი, მოკლედ რომ ვთქვათ, აქედან ხდება რაღაც აი ნახევრად ღმერთისებური ფიგურა, რომელიც არის აბსოლუტურად უზენაესი აღმოსავლურ დესპოტიასთან გაცილებით ახლოს მიდის. ეს არის ის პერიოდი არის აღმოსავლეთ საქართველოს მატერიალურ კულტურაში, როდესაც ძალიან ძირეული ძვრები შეინიშნება. ეს მოყვა ზუსტად აი ამ ნიზიბისის ზავის შემდგომ პერიოდს, რომელიც სასანინდებისთვის საკმაოდ დამაკნინებელი იყო, მათი პოზიციები საგრძნობლად შეირყა და რომმა ისევ მოიპოვა სიტყვაზე დომინირება აღმოსავლეთზე. კიდევ გვაქვს ამ პერიოდის იმპორტი, რა თქმა უნდა, თუმცა აი ესე კონკრეტულად რომის იმპერატორის ხო, რაღაცა სტილიზებული იცვლება, ხო? არქეოლოგიურ მასალაში მე ეხა პირადად არ მახსენდება. თუმცა აი უკვე მესამე-მეოთხე საუკუნის მიჯნაზე შეინიშნება კიდევ და კიდევ უფრო შემცირება რომაული იმპორტის, შეინიშნება ადგილობრივის მოჭარბება და ნელ-ნელა ჩანაცვლება სასანური ნაწარმით. კი, ამ პერიოდის არის
მესამეს მიწურული მეოთხეს დასაწყისის ერთ-ერთი სამარხი, მდიდრული სამარხი თიანეთიდან, სოფელ მაგრანეთიდან, ჩემი სოფელია სხვათა შორის და ძალიან ამაყივა რაღაცა ნივთებით, სადაც აღმოჩენილი არის ერთ სამარხში ვერცხლის ჯამია, რომელსაც აქვს ნუშისებური ბურცოვი, რომელიც აქემეინდებისთვის იყო დამახასიათებელი და რომელიც ამ პერიოდში ისე მოდაში შემოდის, ხოვლეშიც არის მსგავსი აღმოჩენილი. ცენტრში აქვს რაღაც მონოგრამა, რომელიც შეიძლება იყოს სასანური მონოგრამა. იგივე სამარხში გვხვდება ბეჭდები, რომელზეც ათენა ლემნია გამოსახული, ზევსია გამოსახული, მესამე ბეჭედზე მარსის სქემატურიც არის გამოსახული და ერთ-ერთი ოქროს ბეჭედი, რომელზეც აღმოსავლეთ საქართველოში დღემდე ცნობილი ყველაზე ადრეული ქრისტიანული მონოგრამა შეიძლება ყოფილიყო. და ამას ათარიღებენ მესამე საუკუნის მიწურულით მეოთხეს დასაწყისით. ანუ ხედავთ რაღაცა სრულ სინთეზს ადგილობრივის, აღმოსავლეთის და რომისაც. ხო, ეს ძალიან საინტერესოა. ამავე დროს ჩვენ გვაქვს ესეთი საინტერესო ძეგლი საქართველოში, როგორიც არის ძალისა, რომელშიც ფაქტობრივად იგრძნობა, აი თითქოს რომაული ვილა არის გადმოტანილი ქართლში, ხო? ეს ძალისა უფრო რომელ პერიოდს შეგვიძლია მივაკუთვნოთ? ეს არის ანტონინუსების პერიოდი თუ უფრო გვიანდელი, აი ეს არის მე მგონი უფრო სევერუსების მესამე საუკუნეა, ხო? მესამე საუკუნეა. უშუალოდ მოზაიკა დათარიღებულია 270-იანი წლებით, დაახლოებით 260-იანი წლებით. მაშინ კიდევ უფრო გვიანდელი, მესამე საუკუნის კრიზისი ყოფილა, ესე იგი. კონკრეტულად მოზაიკა, თორემ არქეოლოგიური ძეგლი არის რაღაც მარტო რაღაც 20 წლიანი, 30 წლიანი მით არ შემოიფარგლება. ეს მოზაიკა, რომელიც ცნობილია დიონისე წამოწოლილი და იქ თავისი ბერძნული წარწერები რო არის, ეს არის დათარიღებული თუ არ ვცდები 260-270-იანი წლებით. იმედი არ მეშლება. გაგანია მესამე საუკუნე არის და აქვე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო არქეოლოგიური ძეგლი აღმოსავლეთ საქართველოში. თუ არ ჩავთვლით ისევ ვაგინეთი არმაზციხის ძეგლებს და არმაზის ხევის, სადაც რომაული კულტურა ესეთ ნათლად არის ილუსტრირებული არქიტექტურაშიც. ეს იყო ადგილობრივი მმართველის ჰიპოკაუსტის გათბობით სასახლე, მოზაიკით შემკული აბანო, ტრიკლინარიუმი, სანადიმო დარბაზი, თუმცა მასშტაბები საკმაოდ პატარაა. ეხლა იმ რომაულ ვილებთან შედარებით, რაც რომში და პომპეიში. პერიფერიაზე ხა იმპერიისა რაც შეიძლება ყოფილიყო, ალბათ იმისთვის მაინც კიდე კარგია. ძალიან საინტერესოა და ამ პერიოდის ამავე პერიოდის არის თუ არ ვცდები პიტიუნტში არის ბიჭუნთაში არის კიდე აღმოჩენილი მოზაიკები, რომელიც რაღაც ისე, მაგრამ ეს მესამე საუკუნეა ნამდვილად. ნუ ხა მე ის არ ვახსენე მეორე საუკუნეზე ვლაპარაკობდი, დედოფლის გორა რო არის, ხო? მაგრამ იქ პრინციპში რომაული ნაკლებად იკითხება, თორემ ეს რომ მეგონი არა, რომაული გვაქვს, თუმცა ეს არის ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის შუახანებში 60-იან წლებში ხდება თუ არ ვცდები ამ სასახლის ნგრევა მიწისძვრის და ხანძრის შედეგად. ეს ბოლო კვლევების შედეგად ნამდვილად დადასტურებულია, რომ მიწისძვრამ და ცეცხლმა გაანადგურა ეს სასახლე. იულონ გაგოშიძე და დავით გაგოშიძე მუშაობენ ამ ძეგლზე. დოკუმენტური ფილმიც არის. თავიდან თუ არ ვცდები არსებობდა ესეთი მოსაზრება, რომ ეს შეიძლება ალანთა შემოსევების დროს ყოფილიყო განადგურებული, მაგრამ შემდეგ არქეოლოგიურმა და ინტერდისციპლინარულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად იყო მიწისძვრის დროს გაჩნდა დიდი ხანძარი და მთლიანის დაიწვა. თუმცა აქაც გვაქვს კი, რა თქმა უნდა, გვაქვს რომაული მასალა. ცოტა აქეთ ქრისტიანობას პერიოდზე რო გადმოვიდეთ, კონსტანტინე ყავს, რომელიც ნუ თვითონ რამდენად მიიღო ქრისტიანობა, ცოტა ლეგენდარული განმოცემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქრისტიანებს მისცა წირვალოთვის აღსრულების უფლება თავისუფლად და ამავე პერიოდში ხდება ქართლის გაქრისტიანებაც, მერე იქიდან კონსტანტინოპოლიდან გამოგზავნა დლების და ასე შემდეგ. აი კონსტანტინე იგივე მისი მემკვიდრეები კონსტანციუსი, კონსტანტინე მეორე და შემდეგ თუ ჩანან ქართულ ისტორიულ არქეოლოგიურ ძეგლებზე. ანუ იმპერატორები, რომლებიც უკვე ქრისტიანულ პერიოდს ეკუთვნიან, თეოდოსიუსიც იგივე თუნდაც. კი ბატონო, კი ჩანან. ეხა უცებ რაც გამახსენდა, ეს არის მოდინახეს სამაროვანი, რომელიც საჩხერის რაიონში მდებარეობს თუ არ ვცდები მოდინახეს ციხე, რომელიცაც გვიანანტიკური ხანის სამაროვანია, უფრო მეტად მესამე საუკუნის მიწურული მეოთხე საუკუნე.
და აი ამ სამარხებში არის აღმოჩენილი კონსტანტინეს სუბერატი თუ სოლიდები და კონსტანციუსის ხო კონსტანციუსი ხლორუსი მამამისიც იყო და მერეც იყო კონსტანციუსი ანუ კონსტანტინე დიდის და მისი შემდგომი იმპერატორის ესე თანმიმდევრულად ორი იმპერატორის მმართველობის დამადასტურებელი ეს მონეტები არის ჩაყოლებული ამ ოქროს სოლიდები არის ჩაყოლებული ამ მოდინახეს სამარხებში რომელიც სავარაუდოდ იყო ადგილობრივი რაღაც მართველი ხო თუმცა ქრისტიანული ის თუ იგრძნობა რამე სიმბოლიკა უკვე რომაულ ნივთებში მე-4 საუკუნეებში ნელ-ნელა მკვიდრდება ქრისტიანული სიმბოლიკა კი ნელ-ნელა მკვიდრდება პირველ რიგში არა მარტო არქეოლოგიურ მასალაში დაკრძალვის წესში ჩნდება განსხვავება და უკვე მე-3 საუკუნის მიწურული მე-4 საუკუნის დასაწყისიდან ნამდვილად ხდება უკვე ქრისტიანული წესით გამართული სამარხები სადაც დაკრძალვა არის ზურგზე გაშოტილი სხვანა ანუ სექტორებში თავით დასავლეთით აღმოსავლეთ მომძირალი და შედარებით კლებულობს არქეოლოგიური მასალა. აი ეს ამიტომ ვერ გეუბნები უფრო რაღაც ხელჩასაჭიდი მე რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია არქეოლოგიური მასალა რატო კლებულობს ბევრი რაღაცის გამო მე ვერ ვიტყვი ცალსახად რომ ეს ნამდვილად მხოლოდ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიით გამოცხადების გამო კლებულობს იმიტომ რომ ეს შეიძლება მცხეთაში მოხდა ბარში მოხდა სწრაფად და რაღაცა აისახა არქეოლოგიურ მასალაში ხო რაღაც 50 საუკუნის მანძილზე უკვე აისახა მაგრამ მთაში მე-7 საუკუნეებამდე ხდება ინვენტარით დაკრძალული ჩატანებული ინვენტარი წარმართული წესით მიცვალებულები. მაგრამ სამარხეული ინვენტარი ვცირდება განსაკუთრებით ქართლის ბარის არქეოლოგიურ ძეგლებზე. რა თქმა უნდა შესაძლებელია იყოს ეს ქრისტიანობაც მაგრამ ეს არის ის სოციალური ძვრებიც რაც დაიწყო აღმოსავლეთ საქართველოში მე-4 საუკუნის დასაწყისში ეს იყო დაქვეითება ეკონომიკის ცხოვრების დონის რაც ძალიან ბევრ რაღაცაში აისახა და პრინციპში რომშიც ხდება იგივე პერიოდში იმიტომ რომ რომიც მძიმე მდგომარეობაში ჯერ ესეთი მიგრაციების პერიოდი არის ხო მე-4 საუკუნეში იწყება ხალხთა დიდი გადასახლება და იქ ხან გოთები მოადგნენ მერე ჰუნები მოვიდნენ ჰუნებმა გოთები წააქეცეს გოთები გადმოვიდნენ დუნაიზე ალემანები ვანდალები ასე შემდეგ და იმპერიაც ძალიან ნინდება და როცა არ გვაქვს წერილობით წყაროები პირველ რიგში არქეოლოგიურ მასალას ვეყრდნობით ხო და ნელ-ნელა მცირდება თუმცა რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრ ძეგლზე გვხვდება არქეოლოგიური მასალა პირველ რიგში სამარხებში იმიტომ რომ ნაქალაქარი საინტერესო ინფორმაციის შემცველია, მაგრამ სამარხი არის ის არქეოლოგიური კომპლექსი, სადაც აი ასე ვთქვათ, დაკონსერვებულია რაღაცა დრო ჩერდება იქ და უფრო ბევრი ინფორმაციის შემცველია. ეხლა უღარაფერს აღარ აყოლებენ, ბუნებრივია ნივთებით მცირდება იმაში, ხო? ნივთებით მცირდება, მაგრამ ჩვენ ეხლა მთელი ეს პერიოდი, რაც ჩვენ განვიხილეთ პირველი საუკუნიდან დაწყებული მე-4-ს ჩათვლით, საქართველოში რაც კი არქეოლოგიური კომპლექსები იქნა შესწავლილი განსაკუთრებით გასულ საუკუნეში ეს იყო ყველა დათარიღება ეყრდნობა ნუმიზმატიკურ მასალას, მხატვრულ სტილისტურ ანალიზს და პარალელებს. არც ერთ ძეგლზე თითქმის ჩვენ არ გვაქვს აბსოლუტური თარიღები, რადიოკარბონული თარიღები, ლაბორატორიული დათარიღება, რომელიც გვაძლევს 100%-იან, ასე ვთქვათ. მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა რომ გავაკეთოთ. ეხლა უკვე უმეტესობაზე ვეღარ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ეს მასალის აღება ხდება მაშინ, როდესაც ახალი არის, მე შეიძლება იმან რაღაც აი ხელითაც რო აიღო რაღაც ნივთი, რომელიც უნდა გაიგზავნოს რადიოკარბონული თარიღისთვის, იმ ცდომილებას გაძლევს უკვე. შესაბამისად ეს დიდი დანაკლისი გვაქვს დათარიღების საქმეში, თუმცა ეს მასალა რაც გვაქვს მაინც იმდენად მყარ თარიღებს გვაძლევს კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ევროპის აი სხვა ძეგლებზე აღმოჩენილი ბევრი ნივთები პარალელების იმით დათარიღებულია ჩვენი ქართლში აღმოჩენილი ნივთების მაგალითზე სიტყვაზე. მაგრამ მე-4 საუკუნის
პირველ ნახევარში რაც ძალიან მკვეთრად გამოიკვეთა, ეს იყო სავაჭრო გზების მოშლა, ცხოვრების დონის დაქვეითება, რაღაც სოციალური ძვრები ამ დროს ბუნების საგნებ ციკლებს რაღაც. ძალიან ბევრი რაღაც იცვლება და ეს არის ის პერიოდი, რომელიც უკვე სამეცნიერო ლიტერატურაში არის განხილვა, ფეოდალიზმით, ფეოდალური ურთიერთობების გაძლიერება და ჩვენ მეოთხე საუკუნის შუახანებიდან მეორე ნახევრიდან უკვე ვეძახით ადრე შუა საუკუნეებს ჩვენს პერიოდიზაციაში ესე გვაქვს. კი აზნაურთა ისიც ნენელა იწყება. ხო რაღაცა სოციალური სტრუქტურა იცვლება რა. იცვლება სოციალური სტრუქტურა და ჩემი კოლეგა და მეგობარი ნინო თავარსკილაძე, რომელიც მუშაობს ანთროპოლოგია და აი ამ ანთროპოლოგი კი. შეთავნა მოვიდეს ესე. აუცილებლად მოიყვანეთ. არ ყოლია სოციალური ანთროპოლოგი ჯერ. ძალიან საინტერესო კვლევები აქვს, რომელიც ზუსტად გვიანანტიკური ადრე შუა საუკუნეების პერიოდის სამარხეულ მასალას იკვლევს და აი ამ ძვლოვან მასალაზე დაკვირვებით ამჩნევს იმ განსხვავებულობას, რომელიც არის ყველაზე ცხოვრების დონის დაქვეითება, რაც გამოიწვია კბილის იმას სწავლობენ სტრუქტურას, საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა და ეს ძალიან საინტერესოა. უზომად საინტერესო თემა, რომელიც ზუსტად აი ამ პერიოდში შეინიშნება რაღაც დიდი ძვრები და ორივე ერთდროულად ვიმუშავეთ დისერტაციაზე, ერთი კვირის განსხვავებით ჰქონდა დაცვა და სულ პარალელურ რეჟიმში ჰქონდა კომუნიკაცია, რომ აი რა შეიძლება ყოფილიყო ქრისტიანობა თუ ეკონომიკური რაღაც კრიზისი, თუ რამ შეიძლება გამოიწვია, იმიტომ რომ საკვები რაციონი იცვლება და ძალიან ბევრი რაღაც, რაც საბოლოო ჯამში შესაძლებელია. იმიტომ რომ მე როგორც აი იულუნგოგოშიცემას ილაპარაკა აქ რომ ანტიკურ ხანაში აი ძველსაყრელის პირველი მეორე და მე ახალწლების პირველი მეორე საუკუნე გაცილებით უფრო თბილი იყო რაც არა მარტო იმაში იგრძნობა ზოგადად თუნდაც რა ნაპოვნია გარდა ამისა აი თუნდაც ხეები და ეს რაც სიკვალიც არის ისეთი მცენარეები ხარობდა მაგალითად რომელიც მე აღარ ხარობდა მათ შორის ისეთი ცხოველები ვინადრობდნენ რომელიც მე აღარ ვინადრობდნენ ანუ იცვლება აშკარად კლიმატი და განსაკუთრებით მე მე-5 საუკუნის მე მე-6 საუკუნეში გვაქვს გამყინვარების პერიოდი მცირე, რომელშიც ძალიან იცვლება რაღაც პერიოდი კლიმატი და ცივი ზამთრებია ძალიან ხანგრძლივი, რომელიც ძალიან სერიოზულ ზეგავლენას ახდენს მთლიანად კავკასიაზე, არა მარტო ბიზანტიის იმპერიაზე, ძიმეთ აისახა ძალიან და ასე რომ შეიძლება რომ ამის კვალიც გარკვეულწილად იგრძნობა, ნენელა აციება წავიდა და მე ერთ პერიოდში საერთოდ მინი გამყინვარება მივიღეთ რაღაცნაირად, რომელიც იმოქმედა ამაზე ხო. აი, სწორედ ესეთი აი ეს ფაქტები მიგვანიშნავენ იმაზე, რა მნიშვნელოვანია ინტერდისციპლინარული კვლევები. ხო, მარტო წყაროთი რა მოყვა. მარტო წყაროთი ვერ გაიგებ, მარტო არქეოლოგიურ მასალას ნახავ, მაგრამ იმის ინტერპრეტაცია უნდა შეძლო წყაროზე დაყრდნობით, ანთროპოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ბიოარქეოლოგია, ანუ ეს ყველაფერი ბიოარქეოლოგია უფრო ესეთი თანამედროვე ტერმინია, რომელიც უფრო მკვიდრდება და უფრო ფართო იმას მოიცავს. თუმცა ჩემთვის მაგალითად ძალიან საინტერესოა და უფრო აქეთ ადრე შუა საუკუნეებზე გარდამავალი პერიოდი, ჩვენთან ადრე შუა საუკუნეებზე გარდამავალი პერიოდი, მე-4-მე-5 საუკუნეები ძალიან რთული საკვლევი პერიოდია ჩემთვისაც. განსაკუთრებით მე-6 საუკუნე არის საინტერესო, იმიტომ რომ აქ კიდევ დასავლეთ საქართველოშიც ეს ეგრისის ომები და ის ხდება და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ როდესაც ვეძახით ამას ადრე შუა საუკუნეებს და ყველაფრის მიჯნად მივიჩნევთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებად ან რომის იმპერიის დაცემას, თუმცა კლასიკური გაგებით გვიანანტიკური ხანა არის მე-3 მე-7 საუკუნეები, ხო? მე-7 საუკუნეების ბოლომდე. ხო, გვიანანტიკური ხანა პრინციპში მე სხვადასხვა დათარიღება აქვს ხოლმე, მაგრამ ძირითადად სასანური ირანის დაცემით თარიღდება ხოლმე, იმიტომ სასანური ირანი იყო ანტიკურობის ბოლო სახელმწიფო. ბოლო სახელმწიფო და თუმცა დასაწყისიც მე-3 საუკუნეზე ადრე არ არის. მე როდესაც სტატიას ვაქვეყნებ, დიოკლეტიანედან იწყება დაახლოებით რა, იმიტომ რომ უკვე დომინანტი ტეტრარქია არის უკვე აი ანტიკურობიდან გასვლა არის რაღაცა თვალსაზრისით უკვე იმპერატორის კულტის და მის ჩამოყალიბება და ეს ანუ იცვლება სისტემა ხო უკვე. თუმცა აი ჩვენთან მაინც ვეძახით ადრე შუა საუკუნეებს, თუმცა ხედავთ ფეოდალური ურთიერთობებს და იმას, თუმცა აი რაღაც მე-5, მე-6 საუკუნეები ჯერ კიდევ
ძალიან დიდია სასანური ირანის გავლენა ამ პერიოდში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. აი, რა შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რომის იმპერატორი ვინ შეიძლება იყოს, ვინც საქართველოში არქეოლოგიაში დასტურდება? ყველაზე გვიანდელი რა ამათ შორის, იმიტომ რომ ხა რომ მე გაიყო თეოდოსიუსმა გაყო არკადიუსა და ჰონორიუსს შორის, რომელთანაც მაგალითად იბერიელი პრინცები ჩადიან. აი მაგალითად გვაქვს შემთხვევა ბაკურ იბერიელი, რომელიც არის ვალენსის კარზეა ზუსტად, მონაწილეობს ცნობილ ბრძოლაში ადრიანოპოლთან 378 წელს, მერე მონაწილეობს ფრიგიდუსის ბრძოლაში თეოდოსიუს დიდის მეთაურობით და აი მერე უკვე აქეთკაც მე-5 საუკუნეში არის ამგვარი რაღაც ტრადიცია ყალიბდება, თითქოს იბერიელი პრინცი არის კონსტანტინოპოლში იმპერატორის რაღაც გვარდიული ნაწილის მეთაური ან რაღაცა მსგავსი. სუბმარხიოსიც რო იყო ცნობილი კოლხათ რო მოხსენიებული, რომელიც დიდძალღვინოს ამდაა და ასე შემდეგ, ხო, წყაროებში. მაგრამ აი ჩვენთან თუ არის რამე თუ იგრძნობა ამ პერიოდის აი გვიანი აღმოსავლეთ რომის იმპერატორების კვალი, ან თეოდოსიუს მეორისა, ან მარკიანესი მაგალითად, ან ლეოს, ან რომელიმე იმპერატორებისა, თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ბოლო რომის იმპერატორი, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა. ოღონდ ამაში არ ჩავთვალოთ, მოდი იუსტინიანეს შემდგომი პერიოდი უკვე, იმიტომ რომ მე ჰერაკლე და შემდეგ უკვე ბიზანტიის იმპერატორებიან და ცალკე შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ აი რომის იმპერატორი რაც ეწოდება, რა შეიძლება ვთქვათ, რომ აი ბოლოჯერ საქართველოში გაიჟღერა ამ თემამ არქეოლოგიაში. ეხლა შეიძლება მე რომ რაღაც პასუხი გავცე, არ იყოს სწორი და დანამდვილებით ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ განსაკუთრებით რაღაც მე-4 საუკუნის შემდეგ, როდესაც უკვე ჩვენ ვეძახით ადრე შუა საუკუნეებს და იმას შედარებით ნაკლებად კი, მაგიტო მაგას მოვუძ ზუსტად ძალიან ცოტაა და თუ რაღაცა გამონაკლისიანება იყო. რაღაც გამოჩნდეს. ალბათ ისევ აი ეს მოდინახეს მასალები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იქნება სხვა არქეოლოგიური ძეგლები, სადაც თუნდაც ეს ოქროსოლიდები არის აღმოჩენილი. აი ხა ეს ოქროსოლიდები კონსტანტინეს და მის მემკვიდრეებისა არის. მის მემკვიდრეების და აქეთ მგონი იმდენად აღარ არის, იმიტომ რომ მე მგონი ნაკლებად. ხო, აი ფაქტობრივად არ შემხედრია ამ პერიოდის მასალა ხო. მე არ შემხედრია, შეიძლება იმიტომ რომ ჩემი კვლევა რო არ ეხებოდა ამ პერიოდს, უფრო გვიან პერიოდში რო აღარ გადავედი, მე ფაქტიურად კვლევა ვამთავრებ მე-4 საუკუნის დასაწყისში, მესამე მე მგონი სასანიანებზე გადმოვიდა აქცენტი უკვე ამის შემდეგ. უკვე გადმოვიდა სასანიანებზე. და მე უკვე მე-6 საუკუნეში ხო საერთოდ გააუქმეს იბერიის სამეფო და შესაბამისად სასანური პერიოდი დადგა რა პროცესი. რაც არ უნდა არ გვიყვარდეს ამისი აღიარება და სიტყვაზე არ მოგწონდეს და ეს ძალიან დიდია აღმოსავლეთ საქართველოში სასანური კულტურის და რა ვიცი, რატო არის ამაში ესე დიდი პრობლემა, მე ვერ ხვდები, იმიტომ რომ სასანური ირანი აღმოსავლეთის ყველაზე დიდი ცივილიზაცია იყო ამ პერიოდში, რომელმაც ძალიან ბევრ რამეზე მოახდინა ზეგავლენა, მათ შორის ქრისტიანობაზეც. და ხოლო ზოროასტრიზმი აღმოსავლეთ საქართველოში ალბათ ქრისტიანობის მეორე ყველაზე დადასტურებული რელიგია არის, რომელიც ნამდვილად ესია. აი ბევრად უფრო თვალსაჩინოა სასანური ირანის კვალი მე-4 საუკუნის შემდგომ. ბევრად უფრო თვალსაჩინო, თუნდაც ავიღოთ იგივე მონეტები, ავიღოთ ბულები, რომელიც ჯერ კიდევ მე-3 საუკუნიდან ჩდება, მაგრამ სასანური ბულების აღმოჩენა საქართველოში სამშვილდეშიც აღმოჩნდა სასანური ბულა. ეს ბულა არის თიხის ესეთი რაღაც ბურთულასავით, რომელზეც საბეჭდავით არის დასმული ეს რაღაც დაბეჭდილია ამით რაღაც დოკუმენტი. და ზუსტად ეს ბულები, რომელიც მიგვანიშნებენ, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი კორესპონდენცია თუ რაღაც ესეთი დგებოდა ადგილობრივ მმართველებსა და ირანის პეტიახშები და ესენი ხო ყავდათ, ვარსკენ პეტიახში მაგალითად იგივე რომელიც მე-5 საუკუნეში შედის რაღაც ცნობილია, მისი ამბავი აღწერილი არის ხო შუანიკის წამებაში როგორ მიდის იქ რომ შაჰთან დაბარებულია და მე ბრუნდება უკან და ზოროასტრიზმს რო ამაშება ხო მოუწოდებს. პრინციპში ამ პერიოდში ეს რელიგიური ისიც არის ალბათ შუღლი გარკვეულწილად ზოროასტრიზმსა და ამის არის კი, თუმცა არის მე-6 საუკუნის მიწურული არის ხოსრო მეორის მმართველობა თუ არ ვცდები, რომელიც შედარებით ლოიალობით გამოირჩევა ქრისტიანობის მიმართ და თუ არ ვცდები ერთ-ერთი ცოლი ქრისტიანიც. თუმცა იერუსალიმიდან მაგან წაიღო ჯვარი
ძელი ცხოველი, რომელიც მე ჰერაკლემ ფაქტობრივად, აი, პირველ ჯვაროსნულსაც უწოდებენ ხოლმე ზოგჯერ, იმიტომ რომ ჰერაკლემს თავარი ერთ-ერთი მიზნად ეგ დასახა, რომ ძელი ცხოველი უნდა დაებრუნებინათ და ხოსრო მეორე რო დაამარცხა, ის ძელი ცხოველი წამოიღო იქიდან და ამიტომაც ეს ძალიან სიმბოლურია, რომ ქრისტიანობაში ეგ ზუსტად ამ პერიოდის ხოსროს პერიოდის ოდეს უკვე მე-7 საუკუნის დასაწყისი. მე-7 დასაწყისი, მე-6 ბოლო მე-7 დასაწყისში ჭერმის ხევში არის აღმოჩენილი, აუცილებლად გეცოდნება იულონ და გიო გაგოშიძეებს აქვთ სტატია გამოქვეყნებული ვერცხლის ჯამი მოოქროვილი, რომელზეც გარეთ აი ეს არის გვიანსასანური კლასიკური ტიპის ნიმუში და შუაში შიდა მხარეს აქვს ყოლმკლავა მოოქროვილი ჯვარი ამოღარული ორნამენტით შესრულებული. ეს არის რაღაცა ტეორეტიკულ ნაწარმში ბოლო ნივთი, რომელიც სასანურ ირანთან რაღაც იმას მეტყველებს, მაგრამ ამ პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები, არქიტექტურული ძეგლები, თუნდაც ნეკრესის ნაგებობა კვადრატულსაც ცეცხლის ტაძარს უწოდებენ, აღმოჩენილია. ახლა ქვემო ქართლში ითხრება კიდევ ერთი არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ინფორმაცია მოვისმინე, ახლა არქეოლოგიური სესიები იყო ანგარიშების, საქართველოს ეროვნული მუზეუმი თხრის და ესეც აი ამ პერიოდის არის დაახლოებით მე-4-მე-5 საუკუნეების სასახლეს ფიქრობენ, რომ არის დიდი არქიტექტურული კომპლექსი, სადაც სვეტის ბაზისები არის და ამ სვეტის ბაზისებზე არის ზუსტად ისეთივე არქიტექტურული დეტალები, რაც ხდება მე-5-მე-6 საუკუნეების ძეგლებზე და შეიძლება მაგ პერიოდის რაღაც მართველის პიტიახში შეიძლება არ იყოს პიტიახში რაღაც ესე მოვისმინე მეც ამ ძეგლზე ბევრი არაფერი არ ვიცი, მაგრამ ამ პერიოდის უფრო მეტი სიახლოვე გვაქვს ირანთან. კი ბატონო. ისე ახლა იმდენი რამეა ჩვენთან რომის იმპერატორებზე სათქმელი, რომ ბევრი რაღაცა ჩვენ მოყოლილი გვაქვს, მათ შორის ახლა რომა გარნიზონებზე აღარ ვისაუბრეთ ახლა. გარნიზონებზე არ ვისაუბრეთ. ხო, იმიტომ რომ ამას დიდი მნიშვნელობა ახლა არ ქონდა, იმიტომ რომ იქ კონკრეტულად სამხედრო თემა არის ის და ჩვენ მოისმინეთ, ვისაც გაინტერესებთ ეს თემა, გვაქვს ეპიზოდი რომაელები საქართველოში, რომელშიც თორნიკე მამისეიშვილი იყო სტუმრად და ვისაუბრეთ გონიოს აფსაროსის ციხეზე და სხვებზე ამავე დროს არიანეს პერიპლუსის მიხედვით მივყევით ფაქტობრივად და განვიხილეთ რა გარნიზონები იდგა, რომელი ლეგიონის დამღები სად არის ნაპოვნი, იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი ლეგიონის დამღა ნაპოვნი, მე-15, მე-12, მე-7, მე-5 და ასე შემდეგ და თითოეული განხილული გვაქვს ამ ეპიზოდში, ასე რომ შეგიძლიათ შეავსოთ უბრალოდ აი ამით ცოდნა ამ თემებზე, იმიტომ რომ რომაელებზე ჩვენთან ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე და ეს ეპიზოდიც ერთ-ერთი დანამატი არის ამ თვალსაზრისით. ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო საუბრისთვის. ჩემთვისაც არქეოლოგებისგან ყოველთვის ძალიან ბევრ სიახლეს ვიგებ ხოლმე, იმიტომ რომ მაინც ისტორიკოსი ვარ და ყოველთვის თვალს ვადევნებ ხოლმე რა ხდება არქეოლოგიაში, იმიტომ რომ არ არსებობს ისტორია არქეოლოგიის გარეშე. ეს არის ნივთიერი მტკიცება ყველაზე ზუსტი არის ხშირ შემთხვევაში, ვიდრე ისტორიული წყაროები, რომელიც უმეტესწილად ტენდენციურია, ხოლო ნივთი ვერ მოგატყუებს ამ თვალსაზრისით. და იმედი მაქვს მალე დაგებრუნდებით ახალი საინტერესო ეპიზოდებით და იმედია კიდევ გვესტუმრები. მადლობა. ნახვამდის. აუცილებლად მეტი არქეოლოგები მოიწვიეთ გადაცემაში. აუცილებლად გამოიწერეთ მწარე პოდკასტი, მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები და დაგემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე. ნახვამდის. ნახვამდის.